ესე იგი, თქვენი სასწავლებელი იწოდება როგორ? ხო, მე ამში შორეს რატო წამოხვედით? სამაგიერო შენობა გაქვს საკუთრებაში. ძალიან კარგი. და პლუს სუფთა ჰაერიც გაქვთ. აქ ხართ სტუდენტები, პედაგოგებიც ხომ არ არიან? პედაგოგებიც არის. ძალიან კარგი. თემა თქვენ შეარჩიეთ? რა თემაა ხო გახსოვთ? ბატონო? სტუდენტებმა მიიღეს. არა, ბრძანდებოდეთ რა ძალიან თუ. რა თემა შევარჩიეთ? ყველა შეთანხმებით შეარჩია ეს თუ რამდენიმე შეარჩია და ყველას თავზე მოვახვიეთ. ძალიან ხშირად არჩევენ ხოლმე ამ თემას და შეხვედრები ძალიან ხშირად არის ხოლმე სწორედ ამ სახელწოდებით. ესე რა საინტერესოა, რატო? როგორ ფიქრობთ? ვერ ათავსებენ ერთმანეთთან. ქრისტიანობას და თანამედროვეობას. აი, მოდი ესე გავაკეთოთ. მე რა თქმა უნდა გარკვეულ საკითხებზე ვისაუბრებ. შემდგომში თქვენ თუ კითხვები გექნებათ ამ კითხვებს დასვავთ მე ან წერილობით შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ეს კითხვები აქეთ. მაგრამ ერთი რამე უდავოა რომ ადამიანის ყოფაში ძალიან ბევრი საკითხია ისეთი რომელიც კითხვებს ბადებს. რაც შეეხება და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენ გვაინტერესებს ქრისტიანობასთან მიმართებაში და მღვდელს იმიტომ მოუწოდეთ თორემ მაშინ თქვათ თუ სხვა სფეროსთან კავშირში იქნებოდა ეს ყველაფერი შესაბამისად სხვა სფეროს წარმომადგენელს მოუწოდებთ თავისთავად ცხადია. მაგრამ აი რა სფეროც არ უნდა ავიღოთ. რელიგიასთან მიმართებაში ყველა სფეროს გარკვეული პრობლემები ექნება თუ პრობლემებზე ვისაუბრებთ. ვერ ნახავთ ადამიანური მოღვაწეობის სფეროს, სადაც რაღაც შეკითხვები არ გაჩნდეს ქრისტიანობასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს? ერთი ალბათ ის რომ თავად ქრისტიანობა არის გაუგებარი მრავალი ადამიანისათვის. და მეორე ის რომ ადამიანური ცხოვრება ამ სოფელში ადამიანური ყოფა ძალიან ბევრ შემთხვევაში თითქოს და წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანობასთან. და როგორც ჩვენმა მეგობარმა თქვა, ადამიანებს ძალიან ხშირად უჭირთ რომ რაღაც დააკავშირონ ერთმანეთთან მოახერხონ ის რომ ამ სოფელშიც იყვნენ და იცხოვრონ და თან ქრისტიანებიც იყვნენ და ასე შემდეგ. მაგრამ მე ესე მგონია რომ ამ გაუგებრობების მიზეზი უფრო ის არის რომ ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს ადამიანს რა არის ქრისტიანობის არსი და რა არის ამ ჩვენი აქაური ყოფის არსი. რაც შეეხება ამ თემას ქრისტიანობა და თანამედროვეობა აი ამ ზოგად სიტყვებში ძალიან განზოგადებულ სიტყვებში ძალიან ბევრი რამე შეიძლება მოიაზრებოდეს და ეს შეიძლება სიტყვას ამოუწურავი თემა ქრისტიანობა თავისთავად და ასევე თანამედროვეობაც და საერთოდ კითხვის ნიშნები იმ წამს უნდა დავსვათ როცა ვსაუბრობთ ნებისმიერ საკითხზე მათ შორის აი თქვა დღევანდელ თემასაც ეხება ქრისტიანობა და თანამედროვეობა ამდენად გაცნობიერებული რას ვგულისხმობთ რა გვესმის აი ამ ცნების მიღმა რა არის ქრისტიანობა და რა არის თანამედროვეობა. რა არის თანამედროვეობა თქვენ როგორ ფიქრობთ? ეხლა რა თქმა უნდა გარკვეულად ჩემი მოსაზრება მაქვს, რომელიც არ ამოწურავს ჩემსავე შეხედულებებს და ჩემსავე დამოკიდებულებას ამ თემასთან და არ ამოწურავს. ეს არის რაღაც აი თქვა მე რა შეხედულება შეიძლება მქონდეს თანამედროვეობაზე, იმის რაღაც პატარა ნაწილი. ძალიან უმცირესი, რომელიც თქვა აი ამ წუთში მე შეიძლება თქვა ჩემთვის იყოს რაღაც მნიშვნელოვანი.
და ამ წუთშივე შეიძლება ეს ძალიან გავზარდოთ და გაიზარდოთ. უბრალოდ ჩვენი მიზანი ის კი არ არის ყველაფერი ითქვას. საერთოდ ვინც ფიქრობს რომ ყველაფერი იცის, იმის საქმეთლად ვერ არის კარგად, ხო ხვდებით? ჩვენი მიზანი არ არის ყველაფერი ითქვას. ჩვენი მიზანი არის გარკვეულ საკითხებს შევეხოთ, ჩვენი მიზანი არის გარკვეული აქცენტები გავაკეთოთ. ჩვენს დასრული ადამიანები ვართ. დასრულ ადამიანს გააჩნია საოცარი ნიჭი, შემოქმედებითობა. თქვენ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ხართ, ასევე პედაგოგები არიან თქვენი აქ, ხო? ანუ თქვენ ხართ ის ნაწილი საზოგადოებისა, რომლის ერთ-ერთი ვალდებულება არის აზროვნება. აზროვნება შემოქმედებითი პროცესია. ხო, და ჩვენ ვცდილობთ ხოლმე ესეთი შეხვედრების დროს, რომ რაღაც ნიადაგი მოვამზადოთ, აი ამ კუთხით აზროვნებისათვის. შემდგომში ვიფიქროთ და ის საკითხები, რასაც აქ შევახებით, ამის განზოგადება, ასეთ აზროვნების ერთ-ერთი გამოვლინება არის განზოგადება. რაღაცა მოვლენას მე განაზოგადებს ადამიანი და გლობალურად შეხედავს ყველაფერს. ამიტომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ეს იქნება სწორედ, რომ ვიფიქროთ ამ თემებზე. შეთანხმებით ის რაც ეხება ცხოვრებას ხო საინტერესოა, მაგრამ რაც ეხება ქრისტიანობას კიდევ უფრო საინტერესოა. იმიტომ რომ თუ ადამიანის ხორცს შია და საჭმელი ანატრება, ეს თითქოს და ბუნებრივია, ხო, გასაგებია, მაგრამ აი ადამიანის სულს როცა შია და ასევე მას რაღაც ენატრება და ჩვენ ვიცით რომ ადამიანის სულს მართლაც შია. თქვენი აქ ყოფნის მოსვლის მიზეზიც ეს არის, თქვენ ახლა აქ რატომ მოხვედით? იმიტომ რომ თქვენი სული ითხოვს ისეთ რამეს, რასაც უბრალოდ მატერიალური სამყაროდან ვერ მიიღებს. ამიტომ რაც ეხება ქრისტიანობას, ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ამიტომ ჩვენი შეხვედრაც ეგების საინტერესო გამოვიდეს. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, თანამედროვეობა, ანუ ჩვენი ცხოვრება თავისთავად ცხადია საინტერესოა. ქრისტიანობა, რომელიც ჩვენ სულს ეხება, ესეც საინტერესოა და ამ ორი საინტერესოს გაერთიანებით ეგება რაღაც საინტერესო გამოვიდეს. რას გულისხმობთ თანამედროვეობაში, თქვენ როგორ ფიქრობთ? რა შეიძლება ვიგულისხმოთ? დროის სული ეპოქა, რომელშიც ვიცით. არა, ეგრე არ გამოვა. მე მინდა სტუდენტები. შენ არა ხარ ამ სასწავლებლის სტუდენტი. ბიძგი მივეცი. ჭირდებათ ბიძგი? როგორ ფიქრობთ? რას ნიშნავს თანამედროვე? თქვენ თანამედროვე ადამიანები ხართ? არა? რა თქმა უნდა. ბატონო? ჩვენი დროის ადამიანები, ანუ თანამედროვე. თანამედროვე. მე? ანუ ასაკობრივი განსხვავება არაფერ შუაში არ არის. გასაგებია. გამორჩენილებიც ხო არიან? დროს და ზოგი ჩამორჩენილია დროს და ზოგი უსწრებს დროს. ფათაშორის დროს დიდი ადამიანები დროსაც უსწრებენ გარკვეულწილად. თქვათ მეცნიერები, ხელოვანი ხალხი უსწრებენ დროს. და ისეთ რამეს ამბობენ, რაც მათ თანამედროვეებს არ ესმით. მაგრამ შემდგომში აფასებენ და იგებენ. ამის მაგალითები ისტორიაში ძალიან ბევრია, თქვენ ძალიან კარგად იცით. მაგრამ აი ნახეთ, აქ ერთი ნიუანსია. ჩვენ კი ვართ თანამედროვე ადამიანები 21 საუკუნის. თავის დროზე ვიყავით, მე მაგალითად ვიყავ მე-20 საუკუნის. შეიძლება ჩვენს სამყაროში იყოს ვინმე ცოცხალი, რომელიც 19 საუკუნე. ეხლა ხან გარდაიცვალა მგონი. ერთი ქალბატონი დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა. რა გვარი იყო? ხვიჩავა იყო გვარად თუ არ ვცდები. ბატონო? ანთისახვი რამდენი წლის იყო? ესე იგი მოესწრო მე-19 საუკუნესაც, მე-20 მთლიანად მოილია და 21 საუკუნეში შემოვიდა. ესე იგი მე რო ხრუშჩოვს ვარ მოსწრებული, ის მიკვრის ხოლმე და ის მოსწრებულია ნიკოლოზ მეორეს, წარმოგიდგენიათ? ილია ჭავჭავაძეს, საოცრება. ხო, აი ესეა. ხო და თქვათ ის ცოტა ხნის წინ შევხვედრილი ყავით ჩვენ და მათ შორის ქალბატონი რა ქვია? ანთისა რომ ჩვენთან ყოფილიყო, ის თანამედროვე იყო, ხო? იმიტომ რომ ჩვენს გვერდზე იქნებოდა. და ადამიანი რომელიც ნიკოლოზ მეორეს არის მოსწრებული, წარმოგიდგენიათ, ილია ჭავჭავაძეს არის მოსწრებული. არის თემები, ადამიანთა არის საკითხები ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გარეგანი ყოფა, ცხოვრების წესი, ამ ცხოვრების ცვლილება,
ამ თავარზე ზემოქმედებას ვერ ახდენს. აი მაგალითად რითი განსხვავდება 21 საუკუნის ადამიანი 19-18 საუკუნის ადამიანისაგან? პირველი განმასხვავებელი რა შეიძლება იყოს? ჩვენ ერთად ვფიქრობთ, ახლა მე არ მაქვს პასუხები. ბატონო? რა განვითარებაზე, აი რომელი განვითარება, აი მაგალითად ილია მართალი, რომელსაც მობილური არ ქონდა. თქვათ. ორი რაღაცა არის. დიახ. ეხლა მარადიულ საკითხებით. აი ეს სხვა რაღაცა ჩემი აზრით. არა, აბსოლუტურად სწორია, მე სწორედ ეგ პასუხი მინდოდა. არის ის რაც არის მარადიული ჩვენში და არის ის რაც დროებითია, ხო? ამიტომ თქვენ თავზე რომ გითხეთ მე თქვენ შერწყმა ხართ ამ ორი და არა მხოლოდ თქვენ, ალბათ ყველა ვინც აი თქვენი სამსახური წმენის ადამიანი ის მარადიულობასაც ეხება და თანამედროვეობას სხვანაირად ეთყობა თქვენი სიტყვა აი ჩვენ გულში, ჩვენ მეხსიერებაში, ჩვენ არ შემოვიდო. მე ასე მგონი. თითოეული ადამიანი ატარებს მარადისობას. კი, თქვენი სხვანაირები ხართ მაინც. იმიტომ თქვენ იცით ეგ რა კაი რაღაც მითხარები არ ვიცოდი. იცით ისეთი რაღაცა რაც აუცილებელი ადამიანისთვის და ჩვენ მე მინდა აი ეგ რაც თქვენ თქვით მე მაპატია ჩავეჭრებ იმიტომ რომ მე ვერ მოგცემთ სრული მონოლოგის უფლებას მაგრამ ეს მინდა რომ აი ეს დავიმახსოვროთ თუ გამახსენებთ ხო კარგი აი იგება თქვენ გამახსენოთ ისევ აქ ესეთი რამე ითქვა ანუ არა კონკრეტულად მე ვთქვა არამედ ზოგადად სასულიერო პირებს თქვა შეიძლება მიმართოთ ესე თქვენ რაღაცა ისეთი იცით რაც შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ ეს თუ გამახსენებთ მე ან საუბრის ბოლოს დაგჭირდება რაღაცისთვის იმიტომ რომ აი მაგალითად მე ხშირად მithქვავს ჩემი სულიერი შვილებისათვის რომ ესეთი არსებობს ღვთისმსახურებაში არსებობს ლოცვები საიდუმლო ლოცვებად იწოდება ხშირად გონიათ ხოლმე საიდუმლო იმიტომ რომ მგდელმა თავისთვის ჩუმად უნდა იკითხოს და არავის არ გააგებინოს ამ ლოცვებს სხვა დანიშნულება აქვს და არა ის რომ ჩუმად იყოს თავისთვის ამიტომ ვცდილობთ ხოლმე რომ ცოტა ხმამაღლა ვიკითხოთ იქ არის ესეთი სიტყვები რამდენიმე ადგილას რომ მღვდელი ებედრება წირვის დროს ლოცვის დროს ებედრება უფალს მრევლისათვის რომელიც მის ზურგს უკან დგას და ახსენებს ესე სიტყვებს მოიხსენე უფალო ერი უმეცარი და ამ უმეცრებაში არ იგულისხმება ინტელექტუალური უმეცრება ამ უმეცრებაში სწორედ ის უმეცრება იგულისხმება რაც შეუძლებელია იცოდეს ადამიანმა რომელიც საკურთხევლის გარეთ დგას მაგრამ ეს მისი მინუსი კი არ არის ეს არის რეალობა ფაქტობრივი ობიექტური რეალობა მაგრამ მღვდელი დგას პასუხისგებლობის წინაშე რომ ეს უმეცრება როგორმე შეავსოს უფრო სწორედ ერი უმეცარი განსწავლული აღმოჩნდეს იმიტომ ლოცავს ანუ ერმა გაიგოს ისეთი რამ რისი გაგებაც მღვდლისათვის იოლია იმიტომ რომ ის იქ მსახურებაში უშუალოდ მრევლის მონაწილეობს უნდა მონაწილეობდეს მაგრამ მღვდელი უშუალოდ თანამონაწილეა შეიძლება ასე ითქვას ანუ ეს არის ის ცოდნა რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ადამიანის ცხოვრებაში რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სასულიერო პირის საკუთრება მხოლოდ მეცაც ვიტყვი თუ სასულიერო პირი თქვათ მიახლება ამ ცოდნას მას ძალიან დიდი მწველი სურვილი უჩნდება რომ ეს ცოდნა გაიგოს ყველამ ეს ცოდნა იცოდეს ყველამ ოღონდ ეს ცოდნა არის ისეთი ცოდნა რომელიც ვერბალურად არ გადაეცემა ვერაფერს ვერ გეტყვი ვერაფერს ვერ აგიხსნი მე არ შემიძლია ვთქვა რომ იცი აი ესე არამედ შენ უნდა იგრძნო მე უნდა ვიგრძნო და მე უნდა ვეცადო რომ შენ იგრძნო მე თუ არ ვიგრძენი შენ ვერ იგრძნობ და მე რო ვეცდები შენ იგრძნობ თუ არა ეს უკვე შენზეა დამოკიდებული ოღონდ მე უნდა მაქსიმალური გავაკეთო ამისათვის ეხლა აქ ჩვენ მარადილს შევეხეთ ისე მარადილს შევეხეთ იმიტომ რომ აქცენტი გავაკეთეთ მარადილზე იმიტომ რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ თანამედროვეობაზე ჩვენ თუ ამაში მოვიაზრებთ რაღაც დროის იმ კატეგორიას რომელსაც თქვათ დროს ქრონოლოგიას 21 საუკუნია განვითარება ახსენეთ აქეთ ხო განვითარება რაში განვითარება რა მიმართულებით რას ნიშნავს მაგალითად როგორ არის დღევანდელი ადამიანი უფრო მეტად განვითარებული
ვიდრე მაგალითად დიმიტრი ყიფიანი. ანუ მე თქვათ დღეს მობილური მაქვს და თქვათ მე-20 საუკუნის დასაწყისში მავთულიანი ტელეფონი იყო, ხო? ხო, დღეს მანქანით დავდივართ და ადრე თქვათ ეტლით და ცხენით დავდიოდი. არსობრივი განსხვავება არის თუ არა? აი ამ შემთხვევებში. არსობრივი განსხვავება არ არის. ესე იგი ტექნიკური პროგრესი მე არსობრივად მცვლის თუ არ მცვლის? ის არის ეს საკამათო საკითხია და რატო? როცა მე ვამბობ, რომ ტექნიკური პროგრესი მე არსობრივად არ მცვლის, მე ამაში ესე მგონია, რომ უპირველეს ყოვლისა ჩემს სურვილს ვამჟღავნებ, არ უნდა მცვლიდეს, არ მცვლის ერთია, არ უნდა მცვლიდეს მეორეა. ტექნიკური პროგრესი მე არ უნდა მცვლიდეს, ეს ჩემ ღირსებას ეხება. ეხლა კაცმარო თქვას, ჯერ რა მნიშვნელობაში დალოცვილო, ცხენით დადიხარ, ვირით თუ მანქანით, შენ ადამიანურ ღირსებას, შენს შინაგან სამყაროს ეს როგორ უნდა ცვლიდეს? მე არ მინდა, მე მაგალითად არ მინდა, ვინმე თქვენთაგანს უნდა რომ შეიცვალოს იმის და მიხედვით თუ როგორი ტელეფონი უდევს, მავთულიანი თუ უმავთულო და ესე იგი ცხენით დადის თვითმფრინავი თუ მანქანით. არ უნდა შეიცვალოს ჩვენი შინაგანი სამყარო ამით. მაგრამ სამწუხარო რეალობაა ის, რომ ცვლის ადამიანს ტექნიკური პროგრესიც ძალიან ცვლის სამწუხაროდ. მაგალითად ტელევიზორი ავიღოთ. ტელევიზორს ადამიანის ცვლილება რო შეუძლია, ამას არ ჭირდება თაობების ცვლა. ავიღოთ ერთი ნებისმიერი ადამიანი საკუთარ თავს დააკვირდეს. გარკვეული პერიოდი არ უყუროს ტელევიზორს. თქვათ 5 წელი არ უყუროს ტელევიზორს საერთოდ სიტყვაზე. ნუ 1 წელი. ის 1 წელი ის დრო რასაც ტელევიზორს უთმობს და უთმობს კითხვას, იკითხოს, იფიქროს, იაზროვნოს. რამე ღირებული თავ იკითხოს რაღაც სულელური კი არა, არამედ ღირებული. სულიერი ცხოვრებით დაინტერესდეთ, ფილოსოფიით დაინტერესდეთ, კარგი მუსიკით დაინტერესდეთ და ასე შემდეგ. მეგობრებთან, ტელევიზორი ხო ოჯახს თიშავს. მით უმეტეს დღეს ყველა ოჯახში თავის ტელევიზორი აქვს ხოლმე. ყველა ოთახში თავის ტელევიზორია. ყველას საშინელება საძილე ოთახში, ანუ სადაც ადამიანს ძინავს. საძინებელ ოთახში უფრო სწორედ. ეს საშინელებაა, იმიტომ რომ ფაქტურად ძილის წინ გაკ თუ დაღლილი ხარ, რამდენიმე წუთი გაქვს, ხო? ძილის წინ მაინც მოახერხო საკუთარ თავთან განმარტოვება. არა, ჩართულია და უყურებ. იმასთან ერთად იძინებ, იმ სამყაროსთან ერთად იძინებ. ანუ არათუ ოჯახის წევრები არიან ერთმანეთთან განცალკევებულები, არამედ ადამიანი თავის თავთანაც კი ვერ რჩება. ხო და აი, უცებ წარმოიდგინეთ ოჯახი, სადაც 1 წელი არც ტელევიზორი, არც კომპიუტერი არ არის. ხანდახან შუქით ითიშება. ნუ ხდება ესა, ჩვენ ვიცით ეს გამოვლილი გვაქვს ეს პერიოდი 90-იანი წლების დასაწყისში. და მაშინ როგორ ხდებოდა, ვისაც ახსოვს, ეხლა ვინც ცოტა თქვათ ასაკში ვარ. დენი გამოითიშებოდა, გათბობა არ იყო, ერთი რაღაც ნავთქურა იყო ხოლმე, შეიძლება ქონოდა 5 ოთახიანი ბინა, მაგრამ ერთი ნავთქურა ქონდა, იმას ერთ ოთახში და სავარაუდოდ პატარა ოთახში შედარებით. და მთელი ეს ოჯახი შეიყუჟებოდა, იქ ყველა, ესე იგი, მთელი ოჯახი თავის ბავშვებიანა შეიყუჟებოდნენ და ნუ ეხლა არაძინებათ ადრეა, იქ სანთლის შუქი და იწყებოდა ურთიერთობა ადამიანებს შორის, ოჯახის წევრებს შორის. ძალიან თბილი იყო ეს ყველაფერი. ან კიდევ თქვათ, შუქი ხან მიდის, ხან მოდის, უცებ წავიდა შუქი და ყველა ერთად შეიყუჟა. უცებ მოვიდა შუქი და ყველა გავარდნენ და ზოგი თავის ტელევიზორს, ზოგი თავის კომპიუტერს მივიდა, ესე იგი დაიშალენ. ანუ 1 წელი ოჯახში რო ტელევიზორი და ინტერნეტი გათიშო, თუ ერთმანეთისადმი სიყვარული აქვს, რა თქმა უნდა, თუ ერთმანეთი ძულ დაჭამან ერთმანეთს. თუ ერთმანეთისადმი რაღაც სიყვარული აქვს, ეს ოჯახი უფრო შეკავშირდება. ადამიანები უფრო ღრმა აზროვნებას დაიწყებენ და ასე შემდეგ. ანუ ტელევიზორის და ინტერნეტის არ ქონებას კი უკვე ცვლის ადამიანს. ცვლის რეალობაა ეს. მაგრამ ეს ადამიანის ღირსების შემლახველია. ტელევიზორიც კარგია თავის ადგილას, ინტერნეტიც კარგია და ასე შემდეგ, მაგრამ იმან კი არ უნდა დამიმონოს, არამედ მე უნდა გამოვიყენო ის. ანუ თანამედროვე ეს ცივილიზაცია, რასაც ქვია, ხო? ადამიანს სამწუხაროდ ცვლის, მაგრამ არ უნდა ცვლიდეს. და როცა ჩვენ საუბრობთ თანამედროვე ადამიანზე, ჩვენ ან უნდა დავინახოთ ადამიანი, რომელიც ვერ გამოცვალა, მოკლედ ვერ გააცივა ურთიერთობებისათვის, პიროვნული განვითარებისათვის, იმიტომ რომ ადამიანი პიროვნულად მხოლოდ ურთიერთობებში ვითარდება. ურთიერთობების გარეშე ადამიანი პიროვნულად არ ვითარდება. ის თავის ინდივიდუალურობას კი ინარჩუნებს,
მაგრამ პიროვნული განვითარება, რომელიც მხოლოდ სხვა პიროვნებასთან ურთიერთობაშია შესაძლებელი, ეს არ ხდება. ამიტომ თანამედროვე ადამიანი, თუ დავინახეთ დღევანდელ ყოფაში ადამიანი, რომელიც პიროვნულად ვითარდება, რომელიც ღრმა აზროვნებით გამოირჩევა, რომელსაც ყოველ შემთხვევაში სურს, რომ უყვარდეს სხვა ადამიანი. და ეს ცხოვრებაში გამოხატოს სიტყვით ახლა ყველას ერთმანეთი გვიყვარს, მე საქმით ვამბობ. ხო? თუ დავინახეთ ეს ადამიანი, ჩვენ უნდა გაგვიხარდეს და ვთქვათ, რომ მართლაც რა მნიშვნელობა აქვს, რომელი საუკუნის ადამიანი ხარ? ადამიანი ყოველთვის ადამიანი ხარ და ადამიანი წესით არ უნდა იცვლებოდა, აი ამ კუთხით. ადამიანი ყოველთვის ღვთის ხატად უნდა რჩებოდა, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყო. მით უმეტეს ადამიანური ბუნება ამის შესაძლებლობას გვაძლევს. მე რას გულისხმობ? ადამიანი ამ სამყაროში როგორც დღეს მოდის, როგორც მოევლინება ამ სამყაროს, ისე მოევლინებოდა საუკუნეების იქით. როგორც დღეს იზრდება, ისე იზრდებოდა საუკუნეების იქით. როგორც ყმაწვილდება, ისე ყმაწვილდებოდა საუკუნეების იქით. როგორც ესე იგი იწყებდა შემოქმედებით აზროვნებას, როგორც იწყებს ახლა, ხო, უკვე თქვა 20-25 წლის ასაკში განსაკუთრებულად 40 წლის ასაკში განსაკუთრებულად ძლიერდება შემოქმედებითი აზროვნება. ესეა ასაკობრივად ის იმატებს. თუ ადამიანი რა თქმა უნდა ამ მიმართულებით ვითარდება, თორე თუ ადამიანი მარტო ტელესერიალს უყურებს, არაფერს არ პირიქით, ჩრუნდება, უკაცრავად. და ადამიანი მე როგორც ბერდება, ეხლა ისე ბერდებოდა მაშინაც. ადამიანისათვის ყოველთვის ყველაზე მძიმე განსასწრელი იყო ახლობლის გარდაცვალება, ეხლა ესეა და მაშინაც ესე იყო. რა აქვს მნიშვნელობა შენ რა მანქანაში ზიხარ და თუ ცხენზე ზიხარ, ახლობლის გარდაცვალება რო საშინელება, ეხლა საშინელება იყო მაშინაც. ანუ ადამიანისათვის როგორი სასიხარულოც არის, ნორმალურ ადამიანს გულისხმობს. როგორი სასიხარულოა დღეს თქვა პატარა ადამიანის მოვლინება ოჯახში, ასეთივე სასიხარულო იყო მაშინაც. და როცა ადამიანი კვდება დღეს და ეს არის მძიმე მისთვის, მძიმე განსაცდელი. როცა დღეს ადამიანს ტკივა და ეს განსაცდელია და მაშინაც ტკივილი განსაცდელი იყო და გარდაცვალებას დღესაც იგივეა და მაშინ არაფერი არსობრივად ადამიანის განვითარების აი მთავარი ღერძი რაც არის, ხო? დაბადება, განვითარება, ეს ყველაფერი რაც თქვით და ბოლოს გარდაცვალება, თავისი ტკივილებით და სიხარულებით. ეს მთავარი ღერძი ჩონჩხი, ხერხემალი, რითაც ადამიანია და არ არის ცხოველი, არ არის მაიმუნი და ასე შემდეგ. რითაც ადამიანია, ის არ იცვლება. არსი არ იცვლება. ამიტომ ჩვენ მარადისობა რომ სწორახანი გვერდზე გადავდოთ და ადამიანს აი ამგვარად როგორც ბიოლოგიური ინდივიდს შევხედოთ. როგორც ბიოლოგიურ ინდივიდსაც კი არაფერი განსაკუთრებულად არ იცვლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მარადისობას. მარადისობა რატო გძნობს ადამიანი დროს, ამაზე თუ გვიფიქრია. იმიტომ რომ რაღაცის დინამიკა რომ დაინახო და შეიგრძნო რაღაცის დინამიკა. ათვლის წერტილი გჭირდება, ხო სწორია? მაგალითად ახლა ჩვენ მაინც ვერ ვგზნობთ, რომ საშნელის სისწრაფით მივქრივართ. მაინც კი საერთოდ ვერ ვგზნობთ. დედამიწა საშნელის სისწრაფით ვერანაირი რაკეტა ვერ დაეწევა დედამიწას მზის გარშემო ორბიტაზე, რომელიც აი მზის გარშემო ორბიტას დედამიწა რომ მოძრაობს, ვერანაირი დღეს თანამედროვე რაკეტა გაცილებით სწრაფია, ვიდრე ტყვია, რო იცოდეთ. რაკეტის მაქს სისწრაფე ზემოთ როცა ადის. ვერანაირი რაკეტა ვერ დაეწევა იმას დედამიწას. ისეთი სწრაფად მოძრაობს მზის ორბიტის გარშემო. მე მგონი არ ვწდები ფიზიკოსებმა ეს იციან კარგად. და ჩვენ გძნობთ ამ სისწრაფეს, ვერ ავგზნობთ. წარმოგიდგენთ რა სისწრაფით მივქრივართ. ეხლა თავად მზე რა სისწრაფით მოძრაობს, ესე იგი ირმის ნახტომში, ანუ იმ galaktikაში, რომელშიც ვიმყოფებით და თავად ეს galaktika კიდე რა სისწრაფით მოძრაობს თლიანად ამ მეტაგალაქტიკაში. საშინელ სისწრაფეებზე აქვს, რომლის წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია. გძნობთ, ვერ ავგზნობთ. რატო? იმიტომ რომ ათვლის წერტილი არ აქვს. ანუ ჩვენ იგივე სისტემაში ვიმყოფებით, ანუ იგივე დინამიურ სისტემაში ვიმყოფებით, რა სისტემაშიც დედამიწა მოძრაობს. განსხვავებული ათვლის წერტილი არ აქვს. დროს რატო გძნობთ? იმიტომ რომ ჩვენ შიგნით გძნობთ რას თავარია დროს და დააკვირდით რა უცნაური რაღაცა არის. ადამიანი დროის ცვალებადობას როგორ გძნობს? ყოველთვის ერთნაირად არის ჩვენთვის დრო.
ყოველთვის ერთნაირად საათის მიხედვით კი მე გულისხმობ შინაგან დროს. ეს დრო ხან იწელება უსაშველო, ხან საერთოდ არ ყოფნის, ხო ესეა? ანუ ხან იმდენად შემაწუხებელია დრო საწაიღო არის და არსებობს ესეთი გამოთქმა. სად მოვკლა კაცო ეს დრო? რასაშინელი სიტყვა ისე. ხთი გეგუნება კაცის დროს კლავდა, საკუთარ დროს კლავ. საკუთარ არსებობას კლავ. თან შეგნებულად აკეთებ ამას. ანუ შინაგანად მე ესე მგონია ეს ჩემი შინაგანი დამოკიდებულება ესეთ რომ ადამიანს რომ არ ქონდეს, რა თქმა უნდა ეს ლოგიკური მსჯელობა არ ამეს ხელმოსაკიც კი არ გაძლევთ რომ აჰა მოკიდეთ ხელი თქვენც ესე იგზნო. ჩემთვის ეს ვხსნი მე რომ არ მქონდეს მე შინაგანად ათვლის წერტილი რომელსაც მარადისობა ქვია მე დროს ვერ ვიგზნობდი მე დარწმუნებული ვარ მაგალითად წილი მარადისობა დროს ვერ გზნობს და ვერც ძაღლი თქვენ წარმოიდგინეთ ვერც ერთი ცხოველი ვერ იგზნობს მარადისობას აქედან გამომდინარე ლეკვობას ხმაწვილობას და ასე შემდეგ და ასე აქ ინსტინქტი თვითგადარჩენისა აქ ინსტინქტი გამრავლებისა და ასე შემდეგ მაგრამ არ აქვს შეგრძნება დროისა იმიტომ რომ შიგნით მარადისობას არ ატარებს თუ განსხვავებული მოსაზრებები შეიძლება გქონდეთ მე რა თქმა უნდა მომაწვით აქედან გამომდინარე როცა ჩვენ საუბრობთ თანამედროვეობაზე ჩვენ წინასწარ მოდი შევთანხმდეთ რომ ან ჩვენ ყარათ ვართ ჩაკირული აი ამ ტექნიკურ რამე კითხვები გაქვთ ან ჩვენ ძალიან ჩაკერული ვარ თანამედროვე ცივილიზაციაში, ცივილიზაციის ტექნიკურ პროგრესში და მიბმული ვარ და ჩემი პიროვნება მკვდარია, იმიტომ რომ ჩემი პიროვნება დამოკიდებული ყოფილა ტექნიკურ პროგრესზე და მე თუ ეს მაწყობს, ჩემი არჩევანია, მე შემიძლია ვთქვა, დიახაც ესეა, აბა რა ვქნა კაცო, მე თანამედროვე ადამიანი ვარ და მორჩა, ცნობიერება მაქვს შეცვლილი. არა მაქვს ის ცნობიერება, რაც ჰქონდა მე-19 საუკუნის ადამიანს. ღმერთმა დამიფაროს ადამიანი იტყვის. ხო და მე ადრე თუ ადამიანი ხის ჯოხებით თამაშობდა მე დღეს კომპიუტერული თამაშები მაქვს მთელი იმპერია შექმნილი ამ თამაშების და მთელი ჩემი ცნობიერება გამოცვალა იმიტომ რომ მე ვირტუალურ სამყაროში უფრო მე დროს ვატარებ სხვათა შორის ჩვენ ბავშვებს ყველა ვეჩხუბებით რომლებიც დღე-დაღამე კომპიუტერში ვირტუალური სამყაროში ცხოვრობენ იმიტომ რომ ჩვენ ეს ვირტუალური სამყაროში ცხოვრება ჩვენ ვასწავლეთ ჩვენ ანუ მშობლებმა რომლებიც დღე-დაღამე სერიალებთან ვიჯექით და ასევე ვირტუალურ სამყაროში ვიმყოფებოდით ესია, აბა, ყველა სერიალს არც სერიალს ვარ გამოტოვებ და ყველას უყურებ. შენ რა თქმა უნდა უკვე იქ ცხოვრობ სხვა სამყაროში. ასე რომ ჩვენი შვილები ჩვენი გაგრძელებები არიან ამ კუთხით. მე ან ვიღებ იმას და ჩემ ღირსებას არ შეურაცხყოფს რომ მე ესე ვარ და მაწყობს და მორჩა თავი დამანებეთ და აქედან გამომდინარე ყველაფერი რაც აი ამ ტექნიკურ პროგრესზე მიბმული არ არის, ყველაფერი მოძველებულია ჩემთვის. და აქედან გამომდინარე უკვე გასაგები ხდება მოძველებული არის თვითზნეობა მოძველებულია რაიმე ესეთი სულიერი ფასეულებები და ღირებულებები მოძველებულია ისეთი ფენომენი როგორიც არის ოჯახი და ისეთი საოცრება როგორიც არის მამაკაცი და დედაკაცი მოძველებულია თურმე შენ შეგიძლია გააკეთო არჩევანი კაცი გინა იყო თუ ქალი ბავშვი კითხო და როგორც უნდა ეგრე იყოს თურმე აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ყველაფერი მოძველებულია, მთავარი არის როგორი კომპიუტერი გაქვს და რითი მოძრაობ და რითი გადაადგილდები და როგორ მუსიკას უსმენ. და მოგულისხმობა ეს რაღაც ესეთი ანუ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ხო, მუსიკას თუ ქვია ხარ, თქვა, არის თანამედროვე მიმდინარეობები მუსიკის, რომელსაც მუსიკაც არ ქვია. ეს ყველგან იგრძნობა სხვათა შორის არქიტექტურაშიც ყველაფერი როგორი გაციებულია და ასე შემდეგ. ანუ თუ ადამიანს ეს აკმაყოფილებს, კი ბატონო, მაგრამ ხომ შეიძლება არსებობდნენ გამონაკლისები, რომელიც იტყვის, მე არ მინდა, რომ ჩემი პიროვნება მიბმული იყოს ტექნიკურ პროგრესზე. მე ჩემი ადამიანური ღირსება მინდა და აქედან გამომდინარე, მე აი ამ დროს, ისე როგორც დავაბადებული ყავი 5 საუკუნის იქით, ან მომავალში, მე ყველა შემთხვევაში მაინტერესებს არა ის რა ტექნიკურ ცივილიზაციაში ვიმყოფები, არამედ ჩემი ცხოვრების საზრისი, იმიტომ რომ საზრისი, რომელიც მარადისობასთან კავშირშია, იმიტომ რომ ის რაც არ არის მარადული, ვერ შეიძლება იყოს ჩემთვის, როგორც ადამიანისათვის, ცხოვრების საზრისი და მიზანი. თუ ჩემთვის ცხოვრების საზრისი არის ის, რომ დღეს რომ ვთქვათ,
ეს მობილური მაქვს, ხვალე უკეთესი მქონდეს. დღეს რო ეს ტანსაცმელი მაქვს, ხვალე უკეთესი მქონდეს. დღეს რო ეს კომპიუტერი მაქვს, ხვალე უფრო ძლიერი კომპიუტერი მქონდეს და ასე შემდეგ. დღეს რო ამ სიამოვნებას ვიღებ, ბუნებრივი სიამოვნებით, ხვალე აღარ დამაკმაყოფილებს და მე არაბუნებრივი სიამოვნების მიღება დამჭირდება, იმიტომ რომ ბუნებრივი უკვე აღარ მაკმაყოფილებს, თუ ჩემთვის ცხოვრების მიზანი ეს არის. კი ბატონო, ეხლა არჩევანი შენზეა, მაგრამ თუ მე არ მინდა ეს და არ მაკმაყოფილებს, ხომ აქვს უფლება, რომ მოვითხოვო ნამდვილი ცხოვრების აზრისი, რომელიც აუცილებლად მარადისობასთან არის კავშირში. როგორც კი მე ამას შევეხები, აი ამ საკითხს. მაშინ იმ წამსვე აღმოვაჩენ, რომ თანამედროვეობა ამ სიტყვის პრიმიტიული გაგებით მე არ მაკმაყოფილებს. და შეიძლება ამ სიტყვის ან სიტყვა საერთოდ მოვაცილო ჩემი ცნობიერებიდან, კაცო, რა სისულელეა ეს. მე ადამიანი ვარ. ადამიანი, რომელიც უკტავებას და მარადისობას ატარებს. ადამიანი აქედან გამომდინარე, ჩემთვის, ჩემ წირო ადამიანი დგას. პრინციპული მნიშვნელობა იმასიც, როგორ არა აქვს ეთიკაში, ეთიკურ ნორმებში პრინციპული მნიშვნელობა ამას აქვს. მაგრამ არსობრივად პრინციპული მნიშვნელობა იმასაც კი არა აქვს, მოხუცი დგას. ზდასრული თუ ბავშვი, ერთნაირი პატივისცემით ვექცევი, ერთსაც, მეორესაც, მესამესაც უნდა მოვექცე. ვიცით შემთხვევები, რომ აი ძველი თაობის ხალხი როგორ იყო, ბავშვი რო შემოსულიყო, ფეხზე წამოუდგებოდა ასაყოვანი ადამიანი. ფეხზე წამოუდგებოდა, რომ სტუმარი შემოვიდა. დამოკიდებულება, იმიტომ რომ პატარა არის ზომით, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანია. ის ადამიანი უკვე ძალიან ღრმად მოხუცებულია, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანია. ამიტომ, როდესაც მე უკვე აი ამ კუთხით დავიწყებ ფიქრს, მაშინ მე ვიტყვი, რომ რადგან ყველა ადამიანი ჩვეულებრივი ადამიანები არის, რადგან ყველა ადამიანი მარადისობას ატარებს საკუთარ თავში. მაშინ თანამედროვეობა მე სიტყვა ამ ცუდი გაგებით შეიძლება საერთოდ გადავაგდო, ხოლო კარგი გაგებით დავიტოვო და რა არის კარგი გაგება? თანამედროვე ნიშნავს მაშინ ესე იგი ახალგაზრდას. მიუხედავად ასაკისა. თანამედროვე ნიშნავს მუდამ ახალგაზრდობის ტარებას საკუთარ თავში. ახალგაზრდობა, რომელიც გულისხმობს მუდამ მაძიებლობას. მუდამ გაოცების უნარს, განცვიფრების უნარს, სიცოცხლის წყურვილს, შემოქმედებითობას. ყველა ადამიანს აქვს ამის უნარი, კიდევ ვიმეორებ მიუხედავად ასაკისა და მიუხედავად ეპოქისა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი თუ თავის თავში მუდამ ატარებს აი ამ მუხტს ახალგაზრდობისა, ესე იგი მუდამ შემეცნების მდგომარეობაშია, მუდამ განცვიფრების, იმიტომ რომ არ არსებობს სამყარო, მზე რამდენჯერაც არ უნდა ნახო როგორ ამოდის, მაინც უნდა გაგაოცოს, ვაკიდო როგორ ამოდის. რამდენჯერაც არ უნდა ნახო პეპელა, რომელიც ლამაზი და მშვენიერი ან ყვავილი თავის ჰარმონიული ფურცლებით, მაინც უნდა გაგაოცოს. რამდენჯერაც არ უნდა უყნოსო ვარდს, ნამდვილს არახებელნოს, რომელსაც საოცარი სურნელი აქვს, ყოველთვის უნდა გაგაოცოს, როგორი სურნელია. და რამდენჯერაც არ უნდა ნახო შენი საკუთარი შვილი პატარა, იმდენჯერ უნდა გაგაოცოს, იმიტომ რომ სულ სხვადასხვანაირად დაინახავ ყოველთვის. და ჩვილი ბავშვი რო ყავთ ხოლმე სახლში და ყოველ დღე რო სხვანაირია, ყოველ საათში რო სხვანაირია, სულ მუდამ გაოცებს. ფოტოშოპის გაოცების უნარი არის ერთ-ერთი ის თვისება, რისი დაკარგვის შემთხვევაშიც ადამიანი კარგავს ადამიანობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანს, შემოქმედებითობის და ჭეშმარიტების ძიების უნარს. ანუ თუ თქვენ ატყობთ, რომ დიდი ხანი აღარაფერი აღარ გაოცებთ ამ სამყაროში, აღარ განცვიფრებთ, უკვე ესე იგი ნიშნავს, რომ თქვენში ყოველგვარი ინტერესი კვდება. შემოქმედებითობის უნარი და საბოლოო ჯამში ეს მიდის ყველაზე მთავარამდე, მარადისობის ძიებამდე, ღმერთის ძიებამდე და ასე შემდეგ. ამ სოფელში ადამიანი, რომელიც ეცდება, რომ დაიწყოს ძიება მარადისობისა, უпростоრეთ ცხოვრების აზრისისა. ადამიანი, რომელიც დაინახავს, რომ თანამედროვეობა ჩემში ახალგაზრდული მუხტის მატარებლობის ნიშანია, კარგი გაგებით თორემ, ცუდი გაგებით რაც არის დავინახე და მე ის არ მინდა. ესე იგი, მე უნდა ვიყო შემოქმედი და შემოქმედი უპირველეს ყოვლისა აკვირდება. ხო არ შეიძლება ვიყო შემოქმედი და არ დავაკვირდე. აკვირდება გარე სამყაროს და აკვირდება თავის შიდა სამყაროს. აი რომ დავაკვირდეთ ამ სამყაროს და ჩვენ თავს ამ სამყაროში და ჩვენ საკუთარ თავში რომ ჩავიხედოთ, ანუ შემეცნების ეს საოცარი უნარი რომ გამოვიყენოთ. რას დავინახავთ? ძალიან ბევრი ამას დავინახავთ სხვათა შორის, მაგრამ ერთ-ერთი რაზეც მე ხა შევეხები, კიდევ ვიმეორებ,
ეს არის ამოუწურავი თემა, მაგრამ ერთ-ერთი რასაც მე შევეხები, ახლა ეს არის კიდევ უამრავი უზარმაზარი თემიდან პატარა ნაწილი და ესე დავარქვი მე რა არის ამ სოფელში ისეთი რომელიც ჩვენს ყოფას ამ სოფელში ამძიმებს ასე ვთქვათ, წამლავს ამ სოფელს. 5 მიზეზი, რომელიც ამ სოფლიურ ყოფას გვიმძიმებენ, გვიწამლავენ და გაუსაძლის ხდიან. რაც შემდგომში უნდა განაპირობებდეს აუცილებლად გამოსავლის ძიებას. ერთმა კაცმა საოცრად თქვა, ესე იგი ორმოში რო ჩავარდებიო, იმაზე კი არ უნდა იტირო, ვახ როგორ აღმოვჩდი ამ ორმოში, აი ჩემო თავო, არამედ იმ წამს უნდა დაიწყო იმაზე ფიქრი, როგორ ამოუძურა ეხლა ამ ორმოდა. ჩვენი ყოფა ადამიანის ყოფა. ადამიანის, რომელიც მარადისობას ატარებს თავში და აი ამ ყოველდღიურ ყოფაში არის ჩაძირული. ძალიან გავს ადამიანი ამ დროს არსებას, რომელსაც ხორცის საკეთ მანქანაში ატარებენ, რომელსაც ვერ გაექცევი, იმიტომ რომ ეს ბრუნავი ღერძი თუ ლილვაკი ეს იმას მიყავხარ იქ, სადაც და გადაკუცმაცებენ. ამას ვერ გაურბიხარ. ადამიანი ეს არის დროის მანქანება, აი ესე მოძრაობ. არ და შიგნით მარადისობას ატარებ და შენ ეს ყოველდღიურობა გამძიმებს და სწორედ ადამიანი ძალიან გავს. ამას ემატება არა მარტო ამ სოფლის გარდაუვალობის კანონი, რომ ყოველთვის ყველაფერი მიზეზ შედეგობრივ კავშირში ერთმანეთთან, არამედ ის, რასაც ჩვენ ვაფუჭებთ. ერთია, რასაც ჩვენ არ ვაფუჭებთ და ის თავისთავად ხდება, მაგალითად მე, რადგან დავიბადე, აუცილებლად მოვუკვდები, ეს არის სიკვდილის აუცილებლობა, მაგრამ ამ დროს ის არის არსებობს პრობლემა კიდე ერთი, რომ ამის გარდა კიდე მე ვაფუჭებ. ანუ ის დიაპაზონი, რაც მაქვს მოცემული, იქ კიდე რაღაცებს ვაფუჭებ მე. და იმას კიდე უფრო გაუსაძლის ხდი. უფრო უარეს ხდი, ვიდრე თავად ის შეიძლება და ყოფილიყო. ამიტომ მე როცა ანუ ორმოში ვარ, ამის თქმა მინდა. და საერთოდ ქრისტიანობა ესეც გვასწავლის, რომ ადამიანის დაცემული ბუნება აქვს და იმყოფება არა ნულოვან მდგომარეობაში, სადაც შეიძლება ეს განვითარდეს. არა ესე ამბობენ, თქვათ აღმოსავლური რელიგიის წარმომადგენლები, რომ ადამიანი ნულოვან მდგომარეობაში იმყოფება, რომელიც შეიძლება განვითარდეს. ქრისტიანობა გეუბნება არა, შენ ნულოვან მდგომარეობაში არ ხარ, შენ მინუსებში ხარ. რომელთანაც შენი ძალებით ამოსვლა არ შეგიძლია. ამის უნარი არ აქვს. მაგრამ ყავს მხსნელი. მაგრამ ეს ნულოვანი მდგომარეობაზე ქვემოთ ყოფნა, ან მინუსებს, სწორედ ორმოში ჯდომას ნიშნავს, ხო მეთანხმები. და ის 5 მიზეზი, რომლებიც წამლავენ ჩვენ ამ ქვეყნიურ ყოფას, მე ვეცდები რომ ამ 5 მიზეზს მოკლედ შევეხო. თითოეული მიზეზი ძალიან ღრმა არის, თავისთავად ცხადია, მაგრამ ამ სრული სიღრმით ამას ვერ გავმარტავთ, ამის საშუალება არ გვექნება ახლა დროის გამო. პირველი ფოტოშორის ეს მიზეზები ბიბლიიდან ამოღებული მიზეზებია, შეიძლება ასე ითქვას. არის ესეთი წიგნი ბიბლიაში, ეკლესიასტე, რომელიც სოლომონ მეფის, დავით მეფის შვილის დაწერილია და იქ ძალიან ბევრს საუბრობს ამ ქვეყნიურ ამაოებაზე ეკლესიასტე. და რა თქმა უნდა, იქ მინიშნებაც არის გამოსავალი, როგორი შეიძლება იყოს. ასევე ძალიან საინტერესოა იობის წიგნი. თუ რა განსასწრებლებს შეიძლება გადიოდეს ადამიანი. ძალიან საინტერესოა, არ არსებობს კითხვა და საკითხი, რომელზეც პასუხი არ იყოს ბიბლიაში მთლიანად. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად ეს ეხება ახალ აღთქმას. მაგრამ ასევე ბიბლიას, მთლიანად ბიბლიას შეიძლება ასე ითქვას. არ არსებობს. მე ყოველ შემთხვევაში არ მქონია ასეთი შემთხვევა, რომ პასუხი და თუ რაიმეზე პასუხი არ გამიცია ბიბლიიდან, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე არ ვიცი ბიბლია კარგად. მხოლოდ ამის გამო. იმიტომ რომ ბიბლიის ცოდნა, ბიბლია ვერ შეისწავლება ესე წაკითხვით. წავიკითხე? აჰა, მორჩა, არა. ეს არის ცოცხალი წიგნი, რომელიც მადლის უჩრეტი წყაროა. და ის რომ მიცოდე, ამისათვის თუნდაც ყოველდღიური კითხვა საკმარისი არ არის. ის რომ მიცოდე, უნდა შეგეძლოს სტრიქონებს შორის არსებული აზრის გაგება კი არა, მადლის განცდა. შესაბამისად ცხოვრება. და როცა ის თქვენ შენ ცნობიერებას გამსჭვალავს, ანუ შენ კითხულობ და შენ მიისწრაფი მისკენ სიმდაბლით და არა ესე კრიტიკულად და ანუ რწმენით
როცა ესეთი დამოკიდებულება გაქვს ბიბლიასთან, ბიბლია გამსჭვალავს ჩვენ ცნობიერებას და არ არსებობს კითხვა, რომელზეც პასუხი არ იყოს წმინდა წერილში. და ეს ხუთი მიზეზიც არის სწორედ ბიბლიიდან ამოღებული განსაკუთრებულად ეკლესიასთან. პირველი მიზეზი, რომელიც ამ სოფლიურ ყოფიერებას წამლავს ჩვენსას, მე ხა ისეთ რამეს არ ვიტყვი, რაც თქვენ არ გაგიგიათ, რაც თქვენ არ გაწუხებთ. ეს თქვენ აუცილებლად გაწუხებთ. სწორედ ამიტომაც არის ეს ბრძნული წიგნი, რომ უცხო პლანეტელებზე კი არ წერს ბიბლია, ჩვენზე წერს. ჩვენი საჭიროებისათვის შემოგვინახა უფალმა. ჩვენს ტკივილებს გაგვიშიფრავს და წინ დაგვიდებს. და გამოსავლის ძიებასაც გვთავაზობს. პირველი ეს საწამლავი არის მოწყენილობა. მე არ მგონი ადამიანი არსებობდეს, რომელსაც ეს განცდა არ ქონია. სხვათა შორის მოწყენილობა ქრისტიანობაში ითვლება ძალიან მძიმე ცოდვად. ჩვენ გონია რომ მძიმე ცოდვა მაინდა-მაინც თქვათ ვიღაცას რომ მოატყვილებან, თქვათ მოპარავან, ცუც სიტყვას ეტყვიან, გალახავან, 1000 უბედურებას იზავ. მოწყენილობა არის ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა ქრისტიანობაში. რატო ადამიანი იკითხავს, ვისაც უშავებ, ჩემთვის ავარ მოწყენილი. შედვის ვახარ მოწყენილი გარშემო აუცილებლად მოწამლავ ხალხს, მაგას თავი დავანებოთ. არის მეორე რამ, ცოდვა აქვს ძალიან ზოგადი ფართე გაგება და განმარტება. ის რაც შენ ღმერთს გაცილებს არის ცოდვა. მოწყენილობა არის მდგომარეობა, რომელიც რას აი შენ ხარ მოწყენილი, ხო, რას აფიქსირებს ახლა შენი მდგომარეობა? ის რომ ღმერთისგან შორს ხარ, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ადამიანი იყოს სიცოცხლის და სიხარულის წყაროსთან და იყო მოწყენილი. სიცოცხლის წყაროსთან, მთელ სისავსესთან, ღმერთი არის სიცოცხლის, სიხარულის, ბედნიერების, ყოველგვარი სიკეთის წყარო და შენ თუ მასთან ხარ, ვერ იქნები მოწყენილი. რადგან ხარ მოწყენილი, რადგან შენი შინაგანი მდგომარეობა цаრიელია. და ხშირად ეს გაუსაზლის მდგომარეობაში ამყოფებს ადამიანს, აღარ იცის რა ქნას და მერე მიეძალება ნარკოტიკს, არა მაინდა-მაინც წამალს. არამედ ყველაფერი ნარკოტიკია, რაც ამ სოფელშია, რომელიც გავიწყებინებს დროებით ამ მოწყენილობას. ეს ნიშნავს, რომ ცოდვაში ხარ, იმიტომ რომ ღმერთისგან შორს ხარ. შეიძლება არავის არაფერს არ უშავებ, მაგრამ ეს მდგომარეობაა, ცოდვის მდგომარეობა. ღმერთისგან შორს ყოფ. კითხვა ჩდება ესე დროს, ძალიან ხშირად ადამიანს აქვს, რაიმე აზრი აქვს ჩვენ ცხოვრებას საერთოდ. უაზროდ არსებობს ადამიანს. სხვათა შორის მამები იმასაც ამბობენ და მოაზროვნეები ქრისტიანული, რომ კანჯვათა შორის ესეთი ყველაზე საშინელება არის უაზრო არსებობა. არსებობა, რომელიც სიცოცხლეს აღარ ატარებს საკუთარ თავში. ჩვენ შეიძლება გავყოთ სიცოცხლე და არსებობა. არსებობა არ ნიშნავს სიცოცხლეს ამ სიტყვის ქრისტიანული გაგებით. აი დოსტოევსკი ესე ამბობს, თუ ადამიანს უყვარს სიცოცხლე, თავისი ადამიანური საქმის ნახევარი გაკეთებული აქვს. აბსოლუტურად სწორი ამბობს. შენ თუ გიყვარს სიცოცხლე, ეს არის ნახევარი საქმე. რჩება მეორე ნახევარი. რა არის მეორე ნახევარი? ადამიანი იკითხავს. ეძებო წყარო სიცოცხლისა, რომელიც წყურვილი დაიკმაყოფილო. ანუ შენ ქშია და წყურია სიცოცხლე. ვერ შეეგუები, უბრალოდ არსებობდე. არამედ გინდა კი არ არსებობდე, არამედ ცოცხლობდე. რას ნიშნავს ეს? იყო არა უაზროდ, არამედ გიხაროდეს. თავიდან შეიძლება ნარკოტიკს მიეძალო, მე ვგულისხმობ ამ ქვეყნიურ ყველაფერს აბსოლუტურად, კარგსაც და ცუდსაც, მაგრამ მიხვდები, რომ ამ ყველაფერს დროებით შეუძლია მოგატყუილოს მხოლოდ. და მე მიხვდები, რომ სხვა რაღაცა უნდა მოძებნო, მარადიული, რომელიც არ დამთავრდება. ამიტომ არის სწორედ, რომ ისაც მართლაც უყვარს სიცოცხლე, მას ნახევარი საქმე გაკეთებული აქვს. ცხოვრების არსი სიცოცხლეშია, ანუ ბედნიერებაში. რა არის ბედნიერება? ადამიანი იკითხავს. ვინმე შეიძლება თქვას რა არის ბედნიერება. ერთი რამე შეიძლება ითქვას. ბედნიერება არის სულის მდგომარეობა. ვერაფერი გარეგანი ადამიანს ვერ გააბედნიერებს თუ ის სულში არ შევიდა. ხოლო ის რაც დროებითია, ცოტა ხანი შეეხება შენ სულს და იმ წამსვე გაქრება შენგან. ამიტომ ესეც განმარტავენ ხოლმე ხო ფილოსოფოსები, ბედნიერება არის მიზნისაკენ სწრაფვის პერიოდი. სანამ აი მიხვდი და დამთავრდა. შეიძლება რაღაც პატარა ცოტა ხანი დრო და დამთავრდა. აი ეს. მაგრამ როგორც კი დამთავრდა მიხვდი რომ ეს არ იყო ბედნიერება. ბედნიერება არის ის, როცა კი ბატონო, როცა მისრაფი კი, მაგრამ მე მიხვდი და რომ გაქრა, ტყუილი აღმოჩნდა ესე. ნახეთ რა საოცარი რამ არის აქ.
ერთის მხრივ მიზნისაკენ სწრაფვაში მეგულისხმობ მთელი შენი შემოქმედებითი პოტენცია როდევს ამ სწრაფვაში მთელი არსებით მიისწრაფი სანუკვარი მიზნისაკენ ეს მართლა შეიძლება იყოს წყარო ბედნიერებისა პრობლემა იმაშია რომ მიხვედი და მე გაქრება ეს განცდა ბედნიერების ესე იგი ის არ ყოფილა ხო მაგრამ ეს პერიოდი იყო ანუ მართლაც შემოქმედებითი პროცესი როცა ადამიანი რაღაცისკენ მიდის ან რაღაცისკენ ვითარდება ეს მართლაც არის ბედნიერების ერთ-ერთი წყარო ოღონ ის რისკენაც მივისწრაფი ის უნდა აკმაყოფილებდეს ყოველშორის ქრისტიანობა სწორედ როცა საუბრობს მარადიულ ნეტარებაზე ამას გულისხმობს კერძოდ მარადიული ნეტარება ეს არის ორივე ერთდროულად ეს თან ღმერთთან ურთიერთობა და ღმერთი კიდო სრული სისავსეა ბედნიერების ამიტომ არასოდეს არ თავდება ეს ნებისმიერ რაღაცა ხო ბეზდება და მთავრდება და ღმერთთან ურთიერთობა ესე არ არის, ღმერთი თავად არის წყარო ბედნიერების და მასთან ურთიერთობა სიხარულს განიჭებს. მაგრამ მეორე მხრივ ღმერთი არის უსასრულობა, რომელსაც ბოლომდე ვერასოდეს ვერ მიაღწევდა, აი ეს პროცესის თან ერთვის აი ამას, სასუფეველს. ანუ მუდამ შემოქმედებითი სწრაფვა ღმერთისკენ. და ესე იგი თვითონ თავად ღმერთიც ჩემთვის ესე იგი აი ეს საოცარი წყარო მარადიული სიხარულის. მაგრამ თუ ადამიანი აი მარადიულ ღირებულებებისაკენ არ გაიხედება, ადამიანი აი მოწყენილობას არ გაიხედება. რაღაცა დროებითია ისევ ის მობეზდება, ისევ მოიწყენს, ისევ და სულ ესე მუდამ აი რაღაც წრებრუნ ჯადოსნურ წრეშია ჩაკეტილი ადამიანი და ვერ გამოვა ამ წრიდან. და ამ დროს მთელი ცხოვრება გადის. და თქვენ გინახიათ ალბათ თქვენ გინახია ძველი მულტფილმი იყო, რუსული მულტფილმი იყო ძველი, სადაც ფილმის 10 წუთიანი ფილმის სიუჟეტი აგებულია რაზე, რომ ერთი კაცია რა, რომელიც ცხოვრობს რაღაცას მუშაობს, აკეთებს და სულ ყოველდღიური ცხოვრება ხო წვალებაა და ეს აქ სულ ეს აქ აი ცხოვრების ლაიტმოტივი სულ ამაზე ფიქრობ ამბობს აი მალე გავალ პენსიაზე და მერე დაიწყება ცხოვრება რომ სამსახურში აღარ უნდა წავიდეს ეს პენსია მოვა და წავალდი თევზა მერე დაიწყება ცხოვრება და ხა ეს მულტფილმი გადაღებული იმიტომ რომ ადამიანები ძალიან ხშირად ეგრე ცხოვრობენ ესე ფიქრობენ იახცია პენსიამდე მაგრამ ერთი რამე უდავოა რომ ადამიანები ესე არა მარტო ბერდებენ, არამედ ადამიანები ესე გადიან ამ სოფლიდან. სამწუხარო რეალობაა ეს. რატო ემართება ადამიანს ესე? სულ მეჩვენება რომ უკან აუბრობენ კითხვები აქვთ რაღაც და ვერ სვავენ კითხვებს. კითხვები გაქვთ უკან? იმიტომ რომ მე მინდა პედაგოგებს ვკითხო, სავალდებულო ხო არ იყო აქ მოსვლა? რომ თუ სავალდებულო არ იყო, მაშინ რატო იწოლებენ თავს? არის ერთი საინტერესო კითხვა ჩდება, რატო ვერ ხვდება ადამიანი ამას? რატო ვერ ხვდება, რომ ესე ცხოვრება არ შეიძლება? ეხლა მე როგორც ყველა მღვდელს აქვს ამის გამოცდილება და ყველა უფროსი ასაკის ადამიანს თუ აკვირდება, პედაგოგებს ამის გამოცდილება ნამდვილად ექნებათ ასევე, ალბათ ესე მგონია. ფსიქოლოგებს ექნებათ ამის გამოცდილება, რომ ადამიანები ამ მოჯოდებული წრიდან ვერ გამოდიან. სულ უკმაყოფილო, სულ რაღაცას ეძებს, სულ მომავალში გადადებს თავის იმას, ბედნიერებას. აი ხვალე რაღაც იქნება. ხვალე იქნება და მე მიდის ამ სოფლიდან რა. ერთ-ერთი მოაზროვნე ესე ლაპარაკობს მე ხშირად გამიმეორებია ეს და ახალი არ იქნება, ვისაც შეიძლება გაგებული გაქვთ ეს, რასაც მე გეტყვით. ჩემგანვე გაქვთ გაგებული. ჩვენს გარშემო არის სამი დიდი სპილო, ამბობს ეს მოაზროვნე. რომელიც სულ ჩვენთან არის. სულ ჩვენთან დაყვება ეს სამი სპილო. სპილოს ალბათ იმიტომ ამბობს, რომ ხელა ამ ოთახში რომ სამი სპილო იყოს, ვერცეთი ვერ ტყვის, რომ მე ვერ ვხედავ ამ სპილოს. როგორ ვერ დაინახავ სპილოს, ხო? სამი დიდი სპილო. კიდე ეტევა მე მგონი აქ სამი დიდი სპილო. და ეს სპილო არის ღმერთი, ამაოება და სიკვდილი.
ანუ ეს სამი დიდი გიგანტური რაღაცა არსება, რომელიც ჩვენი ცხოვრების მეგზურია მუდამ და ჩვენ მათ ისევ ცხოვრობთ, რომ ვერ ვხედავთ. რა საინტერესოა ეს, ხო? და მე რა ჩამოთვალე, რომელიც ჩვენთანგანი ახლა ის ურწმუნომ შეიძლება თქვას, რომ ღმერთი არ არის, მაგრამ დანარჩენ ორ სპილოს ვერ გაექცევა. ეს არის ამაოება და სიკვდილი. ამაოება, რომელიც სიკვდილით აუცილებლად თავდება და სიკვდილი რომ არის, იმიტომ არის ყველაფერი ამაო, ანუ ერთმანეთთან გამომდინარეა. მორწმუნე ადამიანი დაამატებს, რომ არის ღმერთი. თუმცა მორწმუნე არ ნიშნავს ქრისტიანს. მორწმუნე, ანუ ის ადამიანი, რომელიც აღიარებს ღმერთის არსებობა, ჯერ ქრისტიანს არ ნიშნავს. ქრისტიანი სულ სხვა რაღაცაა. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი აღიარებდეს ღმერთს, მაგრამ ის ქრისტიანი არ იყოს. თუნდაც ეკლესიაში დადიოდეს და ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობას ღებულობდეს. თუნდაც სიკეთეს იქმოდეს ქველმოქმედებას. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის ქრისტიანი. ქრისტიანობა კიდევ იმურებს სხვა რაღაცა. და აი, როდესაც ჩვენ წვრილმანებით ვერთობით ამ სოფელში. ეს წვრილმანებით გართობა, წვრილმანებით ცხოვრება ვლინდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე. მაგალითად აი ოჯახში. ეხლა მე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვიცი ძალიან ბევრი ოჯახის მაგალითი, იმიტომ რომ სასულიერო პირთან მე მოდიან მორწმუნეები და თქვა პრობლემებს თქვა ჩვენთან ერთად ვარჩევთ და რაღაცნაირად აი ცოლ-ქმარი მაგალითად. ცოლ-ქმრის ჩხუბის ან ძალდედამთილი და ასე შემდეგ. ნუ მშობლებსა და შვილებს შორის უფრო ღირებულ თემებზე ხდება ხოლმე ხანდახან, იმიტომ რომ ამას თავის მიზეზი აქვს, მაგრამ აი რაც ჩამოვთვალე, ხო, ისეთ სისულელეებზე იწყება მთელი დრამატული პროცესები ოჯახში, წვრილმანებზე. ან ურთიერთობებში მეგობრებთან, თანამშრომლებთან, ეკლესიის სამრევლოში, ეკლესიის მრევლის წევრებს შორის. ისეთ სისულელეებზე, ისეთ წვრილმანებზე ხდება პრობლემების წარმოშობა, რომ მე გიკვირს, რომ კი, მაგრამ ამის გამო შეიძლება რომ ადამიანმა პრობლემა შეიქმნას. ადამიანმა შეიძლება რომ ამის გამო რაღაცას გრანდიოზული ტრაგედია შექმნას, არ შეიძლება. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ აი ეს სამი რაღაცა ჩვენი თვალსაწიერიდან შორს არის. ვერ ვხედავთ აი ამ სამ დიდ სპილოს. ღმერთი, ამაოება და სიკვდილი. საერთოდ, როდესაც ადამიანი ამ სამ სპილოს აღმოაჩენს, აუცილებლად შეუძლებელია სხვანაირად. შეუძლებელია ადამიანმა გააცნობიეროს, რომ არის ღმერთი, რომ ყველაფერი ამაოა და აუცილებლად მოკვდება, რომ არ დაიწყოს ჭეშმარიტების ძიება. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. თუ ადამიანი საღჭკუაზია. იმიტომ რომ რისთვის ცხოვრობ მაშინ მე? რისთვის? აი ჩემი ყოველდღიურობა რითი შედგება? თუ აი ამ სამით, ეს სამი უგულებელს ყავი, რომელიც ყველაფერს გამსჭვალავს. რაც შეეხება ჭეშმარიტების, ან რა არის ჭეშმარიტება? ჭეშმარიტება არის სინამდვილე. სინამდვილე, რაც არსებობს, რაც არ არსებობს, რაც სინამდვილე არ არის, ის ჭეშმარიტება ვერ იქნება. ის გამოგონილია, ის არ არსებულია. ანუ რაც არსებობს ნამდვილად, მხოლოდ ის შეიძლება იყოს ჭეშმარიტება, ანუ რაც სინამდვილეა. ადამიანი შეიძლება ისე ცხოვრობდეს, სინამდვილე არ აინტერესებდეს. შეიძლება. რატომ ადამიანი იკითხავს? მაგალითად, იგივე წმინდა წერილი. წმინდა წერილში რაც დაიწერა, ყველაფერი ჩვენს სამოძღვრებლად დაიწერა. როგორც წმინდა წერილივე გვასწავლის. ყველაფერი ჩვენს სამოძღვრებლად დაიწერა. და ერთი ეპიზოდს გაგახსენებთ წმინდა წერილიდან, როდესაც რომის კონსული და ფილოსოფოსი, იმიტომ რომ ყველა რომაელი მაშინ ფილოსოფოსი და მოაზროვნე იყო, განათლება ჰქონდათ, იმიტომ რომ ისინი რომის იმპერიაში როგორც ესეთი ტრადიცია იყო, რომ ბერძენ ფილოსოფოსებს იღებდნენ მასწავლებლად შვილების აღზრდისათვის და ბავშვი რო იზრდებოდა რომის მოქალაქე. მას ესე იგი ზრდიდნენ ფილოსოფოსები და აზროვნებას ასწავლიდნენ და ასე შემდეგ. პილატე, რომელიც არ არის კიდევ მეორე გაუნათლებელი ადამიანი, რა თქმა უნდა, სვავს კითხვას, იმიტომ რომ მე მოვედი რათა ჭეშმარიტება დავამოწმო ქრისტე ეუბნება და რა არის ჭეშმარიტება ამ კითხვა კი არის დასმული, მაგრამ პასუხით არ ინტერესდება. გახსოვთ რა ხდება მაგ დროს? რა არის ჭეშმარიტება? აგდებულად თითქოს იკითხავს. ეს ემოციური მხარე არ აჩანს წმინდა წერილში ადამიანებისა, მაგრამ ეს იგრძნობა და ქედმაღლურათაც ასეთი ამპარტამნულად რა ჭეშმარიტება ხა ამას შეიძლება იცოდეს ალბათ
არა მარტო იმიტომ, რომ ეს ისტორიულად მოხდა. ეს ეპიზოდი შეიძლება საერთოდ ამოგლეჯილი ყოფილიყო და ამით ქრისტიანობის არსიგანა შეიცვლებოდა, არა. მაგრამ ეს ეპიზოდი არსებობს, დაფიქსირებულია. უამრავი რამე იყო ქრისტეს ცხოვრებაში. წიგნ დედამიწა ვერ დაიტევს, აღწერილ ამბებს წერია, ხო წმინდა წერილში. უამრავი რამე იყო. მათგან მხოლოდ ის დაფიქსირდა, რომელიც ძალიან სასიცოცხლოდ და ძალიან აუცილებელია ჩვენთვის, ჩვენი პიროვნული განვითარებისათვის. ეს დაიწერა. ეს ნიშნავს, რომ ეს მომენტი ეხება არა მარტო პილატეს, არამედ თითოეულ ჩვენთაგანს. აგდებული დამოკიდებულება სინამდვილისადმი. იმიტომ რომ ვირტუალური სამყარო მარტო კომპიუტერში არსებული თამაშები კი არ არის. ვირტუალური ადამიანი ქმნის, ადამიანის ჩვევაა ეს. ბავშვს დააკვირდით, ბავშვი თამაშობს კუბიკებით, სათამაშო ხმლებით, თოჯინებით. ბავშვი ვირტუალურ სამყაროს ქმნის. იქმნის სამყაროს და თამაშობს. ეს მარტო ბავშვისთვისება არ არის, ბავშვს ეს ჭირდება განვითარებისათვის, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანი რომ მისდება ამგვარ თამაშს აგრძელებს უკვე ბჭყალებში. და მთელი ცხოვრება თამაშია. ეხლა მე შემიძლია ჩამოვთვალო უამრავი სფერო, ფაქტობრივად ყველა სფერო, სადაც ადამიანი თამაშობს, ანუ გაურბის რეალობას, ქმნის ვირტუალურ სამყაროს და ვირტუალურს იმიტომ, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად დამთავრდება. თითოეული ადამიანის გარდაცვალებით და საბოლოოდ მზის ჩაქრობით. ახლა ვიღაცა მართავს რა მამაო, ესე იგი გულზახელი დავიკროთ, არაფერი არ ვაკეთოთ, არა, მამას არ გეუბნებით. როცა მაქვს ყანა სათოხნი უნდა გავთოხნო, მაგრამ უნდა მახსოვდეს, რომ არახოლოდ პურითა, მიწიერი პურით ცხონდება კაცი, გადარჩება კაცი. ანუ მე ვთოხნი, რომ ჭამო, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ეს უნდა აქცენტი უნდა დავსვო სწორად. ტანსაცმელი აღარ შეიძლება ტანსაცმლის გარეშე მოსულიყავი, როგორ შეიძლება, მაგრამ რომელიმე თქვენთაგან იტყვის, რომ აქ ტანსაცმელი მოვიდა. შიგერთი ღდელი იყო გახვეული. არასწორი აქცენტი. ღდელი მოვიდა, რომელსაც სამგლო ტანსაცმელი ეცვა. ეს სწორია და პირიქით არასწორია. ჩემი უღირსობის გამო შეიძლება ეგრეს თქვა, არა უჭირ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქცენტები სწორად უნდა იქნას დასმო. პილატეს დამოკიდებულება ჩვენთვის ჭკუის სასწავლებელია. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად არ გვაინტერესებს სინამდვილე. და ჩვენ ძალიან ხშირად ზუსტად ისე ვექცევით ქრისტეს, რომელიც მინდა ყოველი გითხრათ, ყოველი ნათელღებულის გულში მკვიდრობს თავისი მადლით, პოტენციურად, იმიტომ რომ აღორძინდეს ეს თქვენზეა დამოკიდებული, ჩვენ ესე ვექცევით. როგორც პილატე მოექცა. რა არის კაცო, სინამდვილე ერთი თუ ძმა ხარ. მე ჩემი სიმართლე მაქვს, ხო არ არის ჩვენთვის ეს უცხო, მე ჩემი სიმართლე მაქვს თუ ძმა ხარ. და გავიხურავთ კარებს და პილატე ხო გადის გარეთ, ქრისტე დატოვა. ჩვენც ვიხურავთ კარებს და გავდივართ გარეთ. სად გარეთ ადამიანი იკითხავს? გარეთ. ჩვენ ცხოვრობთ ჩვენს გარეთ. ქრისტე ჩვენს გულშია. ჩვენ გულს ვხურავთ. ქრისტეს არ ვაძლევთ ნებას, რომ ჩვენ ცხოვრებაზე იმეფოს. ანუ ჩვენ კი ხანდახან გვითხოვს მამაო ჩვენო, მაგრამ ეს ის სიტყვის მასალად არ ვაძლევთ ქრისტეს ნებას, რომ ჩვენ ცხოვრებაზე იმეფოს. ის გამეფთა ზეცაში ყველა პოტენციურად ყველასთვის, მაგრამ ჩემ გულზე მას ამის უფლებას არ ვაძლევ. ღმერთი თვითონ თავისთვის, მე ჩემთვის. მე ჩემი სიმართლე მაქვს და გავდივარ ჩემს გარეთ. და მთელი ჩემი არსება, ბედნიერების ძიება, ცხოვრების საზრისი მიზანი ყველაფერი არის მატერიალურ სამყაროში. ხოლო ჩემ შიგნით, სადაც ჩემი უკვდავება და მარადისობაა, სადაც ქრისტეა, მე იქ არაფერი მესაქმება, მე არ მაინტერესებს. ზუსტად პილატეს მდგომარეობაში ვარ ამ დროს. ზუსტად. და ხელებიც დამიბანია პილატესავით სხვათა შორის. იმიტომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, როდესაც მე ამ ცხოვრებაში ვაწყდები უსამართლობას, ისე კოხტად ვიბან ხელებს, როგორც პილატემ დაიბანა მაშინ და პილატემ განათავი არ გაიმართლა, მე რაო, ისინი კლავენო, ესე არ იყო, ესე არ ვაკეთებ, მე რა, ის ჩადის, ის ავიწროებს იმას, მე რა შუაში ვარ. ხელების დამიბანია. დამოკიდებულება ერთ და იგივე. ეს ყველაფერი გამოწვეულია სწორედ იმით, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ აი ამ სამდიდ სპილოს. ღმერთი, ამაოება და სიკვდილი. და სხვათა შორის ეს სამი გიგანტი და როგორც დამოკლეს მახვილი. ხო იცი დამოკლეს მახვილი რაც არის მითოლოგიაში? ზიხარ, შენზებოდ ძიმე მახვილი კიდია, რომელიც წრილ ძაფსია დაკიდული. ყოველ წამს შეიძლება გაწყდეს. აი ყოველ წამს უზარმაზარი გელიოტენა ფაქტიურად. აი გელიოტენას ქვეშ ზიხარ, რომელიც ყოველ წამს შეიძლება გაწყდეს და აქ როგორ იცი? სუფრა და გართობა ნებისმიერი ხორციელი სიამოვნება. მიდი როგორც გინდა იყავი და გაერთე და დრო გაატარე.
შეძლებთ? ყოველ წამს შეიძლება ჩამოვარდეს. მე ეჭვება ასეთი თუ ადამიანის სრული შეურაცხადია, ალბათ კი. თუ ადამიანს ცოტა გონიერება მაინც გააჩნია, ვერ მოიცლის იმისათვის, რომ აი აქ დრო გაატაროს. დაიწყებს გამოსავლის ძიებას. იმიტომ რომ ის ყოველ წამს გაწყდება. არ შეგერგება არაფერი გართობა. ამაშია საქმე. აი ეს არის შემოკარგებო ის პრობლემა, საიდანაც წარმოიშობა მოწყენილობა, რომ ჩვენ ამ სამ დიდ გიგანტს ვერ ვხედავთ. და აქედან გამომდინარე გამოსავალი ამ საწამლავს რო არ მოვაწამლინოთ ჩვენი ცხოვრება არის ის, რომ ცხოვრების საზრისი დავინახოთ და ვისწრაფოთ მისკენ. როგორც კი ადამიანი იწყებს ამის განხორციელებას, მოწყენილობა საპნის ბუშტივით ქრება და ჩემში შემოდის ანცდა. მეორე საწამლავი, რომელზეც ჩვენ ნაწილობრივ შევეხეთ, რომელიც ამ ქვეყნიურ ყოფას წამლავს, ეს არის სიკვდილი. აი, მზის ქვეშ არსებული ყოველი საქმე რო ამაოებაა, რაც ესე გაზდებს წითელ ზოლად ეკლესიასტეს, ხო? აი ეს ყველაფერი ამ მოწყენილობას ამას ეხება, სიკვდილის აქედან გამომდინარეა. როცა ჩვენ სიკვდილზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია სიკვდილზე ვერ ისაუბრებ თუ არ ისაუბრე სიცოცხლეზე, იმიტომ რომ სიკვდილი ეს არის სიცოცხლის დასრულება. ხო სწორია? ამბობთ რომ სიკვდილი არის საშინელება. კი ბატონო, მაგრამ რატომ არის საშინელება სიკვდილი? რატომ არის სიკვდილი საშინელება, როდესაც თუ მე გაცნობიერებული არ მაქვს რა არის სიცოცხლე. ჩვენ ხო ვიცით რომ ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ბევრი როგორ, მაგრამ ბევრი ახლა ჩვენ სულბაში საფწუხარო შემთხვევა მოხდა 18 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. ადამიანები იკლავენ თავს. ანუ თუ სიცოცხლე გაცნობიერებული არ არის, რას ნიშნავს? მაშინ სიკვდილის საშინელება რა არის? ძალიან ხშირად პოეტებიც ამბობდნენ, ხო ჩვენი? სიკვდილს როგორ ადიდებდნენ, რომ სიცოცხლე შენით ფასობსო, ხო? ხო სწორია. ჩვენი დიდი წინაპრების მაგალითზე მე ხშირად მომყვარს, ძალიან მიყვარს სამასი არაგველი. სამასი არაგველი ისე თმობს თავის სიცოცხლეს თან 100%-იანი თმობს, იმიტომ რომ დამარცხებულ ომში შედია. ანუ რა ფენომენია სიცოცხლე? რის გამოც სიკვდილი ძალიან საშინელი ხდება. ვიღაცამ შეიძლება თქვას ეს კაცო ცხოველური ამბავია, ჩვეულებრივი თვითგადაჩენის ინსტინქტია და მეტი არაფერი. ვისაც უნდა რომ ესე ეფიქროს, მას სრული უფლება აქვს, რა თქმა უნდა ესე ეფიქროს, მაგრამ მე არ მინდა ესე ვიფიქრო პირადად. იმიტომ არ მინდა რომ მე ჩემში ბიოლოგიურ არსებობასთან ერთად ჩემში მარადისობასაც ვხედავ. მე არ მინდა რომ ვიყო ქიმიური პროცესები და ბიოქიმიური პროცესები. მე არ მინდა ბიოქიმიური პროცესი ვიყო, რომელიც გრძელდება რამდენიმე უკვე 52 წელია გრძელდება ჩემში ბიოქიმიური პროცესი. მე არ შემიძლია ამისატანი. ხო და შენი პრობლემაც ეგ არის, ადამიანი იკითხავს, ხო და რო არ შეგიძლია, ამიტომ იგონებ რაღაც შენში მარადულ ღირებულებებს. შენი უფლება ეგრე იფიქრო. მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა რომ შენ რასაც ფიქრობ, აი ეგრე როცა ფიქრობ, შენ მაგის ჭეშმარიტებას ვერ დაასაბუთებ. შენ მეტყვირებ, მაშინ შენ დაასაბუთე, აბა რომ არადისობას ატარებ. იცი რა, მე არათუ ვერ დავასაბუთებ. არც მიმაჩნია, სწორედ რომ დავასაბუთო. რა უნდა დავასაბუთო? მე თუ მიყვარს, როგორ დაგისაბუთო, რომ სიყვარული არსებობს. არ არის ეს აუცილებლობა. ოდესმე შენს თუ შეგიყვარდება მიხვდები და თუ არა და რაც არ უნდა გისაბუთო აზრი არა აქვს. ანუ მე არ მსიამოვნებს, რომ დისკომფორტს მიქმნის, მე თუ ვიტყვი რომ მე ვარ ბიოქიმიური პროცესი, რომელიც 52 წელია გრძელდება, რა ქარხანასავით ვარ რა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის პროცესია და მე ბოლოს მიწას გავაპოხიერებ, ხო? მე ჩემში აქედან გამომდინარე, ჩემთვის სიკვდილი, სიცოცხლე არ არის ბიოლოგიური არსებობა მხოლოდ. და რაც მე მაგალითები ჩამოვთვალე, მე ესეც მიმანიშნებს, რომ იცი რა, აი 18 წლის ბავშვი რო თავს იკლავს, ღმერთმა უშველოს. ამბობენ კარგი ბიჭი იყო ძალიან. როდესაც ესეთი ადამიანი თავს იკლავს, მისთვის სიცოცხლე რომ მხოლოდ ბიოქიმიური პროცესი იყოს, თავის პრობლემებს ეს ადამიანი თვითმკვლელობით კი არ გადაწყვიტავდა. სხვანაირად გადაწყვიტავდა რა. იმ პრობლემებს ბოლო-ბოლოს სხვას მოკლავდა. თვითონ თავის კი არ მოიკლავდა. საერთოდ იდეისათვის თავისი თვითმკვლელობა აღარ იარსებებდა. იდეისათვის. ადამიანმა მარტო ტარაკანასავით რო იყოს, რომ ესე და გაიქცევა. არამედ შიგნით ატარებს რაღაცას. ამიტომ სიცოცხლეს რაობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ. რა არის სიცოცხლე?
ხშირად სიცოცხლე ხდება ჩვენთვის პრობლემა. აი თვითმკვლელობის მაგალითზე. პრობლემა. 300 არაგველისათვის სიცოცხლე თუ იყო პრობლემა, არ ამგონია. მათთვის სიცოცხლე იყო საიდუმლოება, რომელიც მათ ამოხსნეს თავგანწირვით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ძმებოდადებო. რა არის სიცოცხლე ჩვენთვის? პრობლემა თუ საიდუმლოება. პრობლემა არა მარტო იმისთვის არის, ვინც თავს იკლავს. პრობლემა იმისთვისაც არის, ვინც არ იცის საწაიღოს სიცოცხლე და ხარჯავს იმაში, რომ უყუროს სერიალს, ან რაც მეტი ხაჭაპური ჭამოს, რაც მეტი სიამოვნება მიიღოს, ანუ ბიოქიმიური პროცესები გაახანგრძლივოს და რისთვის რო კითხო, რისთვის? არ ვიცი, იცი, რომ მექავება სიამოვნებს, რომ ვიფხან უკაცრავად. ეს ვულგარული შედარებაა, მაგრამ აი ამ სიამოვნებისათვის, ეხლა სად 50 წელი რო იფხან და სად 70, უფრო კაი არ არის, აი აქამდე შეიძლება დავიყვანო. თუ ესე გავაშარჟებ, მაგრამ არსობრივად არაფერი განსხვავება არ არის. გესმით? ეს პრობლემა ღირსებისათვის არის პრობლემა, თორე კიდევ ვიმეორებ, ცხოველისათვის ეს პრობლემა არ არის. ღირსებისათვის ეს არის პრობლემა. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ცხოვრება არ მინდა იყოს პრობლემა. მე მინდა ჩემთვის იყოს საიდუმლოება. რა არის საიდუმლოება? საინტერესო, ამოუხსნელი. რა არის საიდუმლოება? არა ის, რაც დამალულია. არამედ იმდენად დიდია და ნათელია, რომ ვერ მივიახლები. თვალს მჭრის. მე ვარ მისთვის დახურული. მე უნდა შევიცვალო, რომ ის ნათელი დავინახო. მე რაღაცა უნდა გავაკეთო, რომ იმ ნათელის დანახვა შევძლო. აი ეს არის ქრისტიანული საიდუმლოება. არსებობს ეზოთერიზმის ოკულტური აღმოსავლური გაგება. როცა განდობილების ჯგუფი, ჩვენ ვიცით, იმას არ ვეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვართ, ჩვენთვის რაღაც ეს დემონური სული აქვს ამ ყველაფერს. ქრისტიანობის საიდუმლოებები ესე არ არის. პირიქით, ყველაფერი ძალიან გასაგები და ნათელია. ყველაფერი ბრწყინავს, ღმერთი არის ხალხო, იგი ცოცხალია, სიყვარულად იწოდება, ადამიანად მოვიდა. ადამიანს არ ესმის, იმიტომ რომ მისთვის საიდუმლოება, იმიტომ კი არა რომ დაგიმალა ღმერთმა, მაგრამ რომ ძალიან დიდი ნათელია ეს. სიმდაბლით, სიყვარულით ბრწყინავს და ვერ ვხედავ, თვალები მიბრმავდება, მე უნდა გავხდე მდაბალი და ვისწრაფო სიყვარულისაკენ, რომ დავინახო. ცხოვრება საიდუმლოება. არჩევანი ჩვენზეა. შენ აირჩიე, პრობლემა გინდა შენთვის იყოს საწაიღო თუ საიდუმლოება. თუ ამ პრობლემას გადავწყვიტავ, მე უკვე სიკვდილისადმი დამოკიდებულებაც სხვანაირი გამიხდება. სხვათა შორის სიკვდილი უკვე ამ დროს არის ან გაქცევა, ან რაღაც პრობლემის თითქოს დამთავრება, არამედ სიკვდილის საიდუმლოებაა, რომელიც სინამდვილეში აღარ არსებობს. ჩემი მორწმუნე გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში, ქრისტიანობს. ეს სხვა თემა. ანუ სიკვდილი სინამდვილეში მეორე დაბადებად იქცევა. ამ ცხოვრებაში ძალიან ბევრი საკითხია ისეთი, რომელიც ჩვენ გადავჭრათ. თან როგორ გადავჭრათ, იცით, რომ ვერავის ვერ ვკითხავ. არის ხოლმე შემთხვევები, ყოველდღე ხუდელი ახსარებებს ხო იღებს, ყოველდღე მაქვს თითქმის ეს პრობლემა. ადამიანი მოდის და მეკითხება, მამაო, აქ რა ვქნა? და უნდა რომ პრობლემა მოუგვაროს ვიღაცამ თავისი ავტორიტეტით, თქვა მღვდელმა. თქვა ესე, იმას ინდისი დამშვიდებულია, პრობლემა მოგვარებული. გონები მე ვერ მოგიგვარებ პრობლემას. იმიტომ რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც შენ უნდა მოაგვარო, შენი პასუხისგებლობის ქვეშ არის. ადამიანებს ამის გაკეთება უჭირთ. მართლაც არის ეს იმის ჯინი კი არა მაქვს, არის ხოლმე საკითხები, როდესაც მე გული მეუბნება, რომ არ შეიძლება მე ეს პრობლემა გადავუწყვიტო. მე რომ მქონდეს ეს პრობლემა, მე უნდა გადავწყვიტო, სხვას ვერავის ვერ ვკითხავ. იმას აღარ აქვს, იმ უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ ადამიანებს მეც და თითოეულ თქვენთაგანს, როცა ესეთი საკითხები გვიდგება, იმიტომ გვიჭირს, რომ გვიჭირს გავარკვიოთ, რა არის კარგი და რა არის ცუდი. ეს ის საკითხებია, რა არის კარგი და რა არის ცუდი, რომელზეც ძალიან ხშირად ზედაპირულად ვფიქრობ და გონია, რომ ოხ კაცო, მე ვიცი რა არის კარგი, რა არის ცუდი. არიცი. ძალიან რთულია იმის გაგება, რა არის კარგი და რა არის ცუდი, იმიტომ რომ გააჩნია რას ვეხებით. აი წყალს შევეხეთ, სხვანაირი განმარტება ჭირდება. კოკა-კოლას, რომელიც ყურულის მოკვლის საშუალება უკვე სხვა პრობლემის წინაშე სხვანაირად შეიცვალა, საკითხი სხვანაირად დადგა. რასთან მიმართებაში? კარგი და ცუდი, რასთან მიმართებაში? აი მაგალითად, რო ავიღოთ ესეთი შედარება, ადამიანი და ძაღლი. ერთ და იგივე მოვლენა. შეიძლება რომ ერთნაირად გამსაზღვროთ, როგორც კარგი და ცუდი ძაღლთან მიმართებაში და ადამიანთან მიმართებაში.
მაგალითად ეხლა ძაღლი სხვადასხვა საწინააღმდეგო სქესის ძაღლთან შეიძლება დაწყვიტდეს წარმარა. და ეს ნორმაა, პირიქით, ესე იგი აი საჯიში ძაღლი ან ცხენია როცა ყავთ, ესე იგი ცდილობენ რომ თქვათ სხვადასხვა დააწყვილონ რომ კაი საჯიში მასალაო ამბობენ და კარგი ის შთამომავლობა ადამიანმა და ეს კარგია, ესე უნდა გაკეთდეს. იგივე მეთოდით შეიძლება ადამიანს მიუდგეთ? ადამიანი ესეთ ამას აკეთებდნენ გერმანელები, ფაშისტები, ხო იცით? ფაშისტები აკეთებდნენ მაგას და ვიცით რომ ეს ფაშისტები მეორე ამას აკეთებდნენ ადამიანის ტყავის ხელთათმანებს და ჩანთებს კერავდნენ. ეს სხვა თემაა. ანუ ადამიანი იყო იქ როგორც ბიოლოგიური მასალა, მეტი არაფერი. მე არაფერს იქ იყო, იქ თუ რამე სიცოცხლის სახე ქონდა, ეს იყო ნაცია მთლიანად. არიული რასა, ნაცია რასა, არიული რასა, ეს იყო რაღაც ის რასა კერპი, რომელსაც ცოცხალი კერპი თითქოს, რომელსაც უნდა შეწიროდა ყველაფერი და თითოეული ადამიანი იყო მასალა, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა ეს ცუდია. ანუ ხედავთ, ერთ-ერთი ფენომენი სხვადასხვა კარგი და ცუდის გარჩევისათვის ძაღლებთან და ცხოველებთან სხვა არის, ადამიანებთან სხვა არის. ასევე შეიძლება ითქვას, რომ აი კარგი და ცუდის განმარტება ღმერთთან მიმართებაში არის სხვანაირად და ადამიანთან მიმართებაში არის სხვანაირად. ის რაც მოგოჩვენო შეიძლება კარგი ან ცუდი ადამიანთან ღმერთთან ისი არ იყოს და პირიქით სხვა რეალობაა. მეცას გეტყვით ადამიანს როგორ შევხედავ? ადამიანი როგორც ბიოლოგიური ინდივიდი თუ არის ჩემთვის კარგი და ცუდი მასთან მიმართებაში სხვანაირად იქნება, მაგრამ თუ ვიტყვი რომ ადამიანი ქრისტეს ხატია, ქრისტეს ხატი თუ ადამიანი. მაშინ კარგი და ცუდი ქრისტეს ხატთან მიმართებაში უკვე სხვა მდგომარეობაში, ამის გარჩევა სხვა მდგომარეობაში მომყოფებს. იმიტომ რომ ქრისტეს ხატს მე ისე ვერ შევაფასებ, როგორც ბიოლოგიური ინდივიდს. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ მე რომ ამ ცხოვრებაში გავერკვე, სიცოცხლეში გავერკვე და მე ამის სიკვდილი შევაფასო და თვითონ სიკვდილის ფენომენიც კარგი და ცუდის მიხედვით, სიცოცხლის ფენომენი კარგი და ცუდის მიხედვით. და როგორ მოკვდეს ადამიანი და როგორ იცოცხლოს, ანუ კარგი და ცუდი რა არის, ამისათვის მჭირდება ორიენტირი. როგორც ბოლოს გითხარით, ადამიანი ჩემთვის ვინ არის? ბიოლოგიური არსება თუ ღვთის ხატი. ანუ მე თუ ეს და რასთან მიმართებაში ვიყენებ, მე თუ ეს განსაზღვრული არ მაქვს, არაფერი არ გამომივა. კიდე ერთი რომელიც წამლავს ჩვენს ამ ქვეყნიურ ყოფას, ეს არის დრო. დრო, მე წეგან დროს ცოტათი შევეხე, გახსოვთ, ხო? იმიტომ რომ დრო არის ის, რაც მე ტანჯავს ხშირად, ხა, არასდროს აი მე არ ვიცი ხა, მე ამ ბოლო დროს ვაკვირდები და ხშირად მithქვავს ეს, მე არ ვიცი თქვენ როგორ დააკვირდებით. მე არასოდეს არ უნისონში დროსთან არა ვარ. მე არ მახსოვს ეს ბოლო პერიოდი ვაკვირდები, ან არ მყოფნის ახლა ამ ბოლო დროს ზედმეტი არასოდეს არ მაქვს ხოლმე სამწუხაროდ. მაგრამ აი ადრე მახსოვს რომ იგივე ღლობაშიც მახსოვს რომ იმდენი დრო მქონა საწამეღო არ ვიცი. ნუ თქვა დასვენებისათვის ძალიან ბევრი დრო მრჩებოდა და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა ცოტა საცტურის შემცველიც არის, იმიტომ რომ შეიძლება არასწორად დაისვენო სიტყვაზე. მაგრამ ისე რომ უნისონში იყო, აი რამდენი დროც გინდა ზუსტად იმდენი ქონდეს, მე ესეთი რამე მაინც არ მახსოვს. მე მგონი ყველა ადამიანი ესეა. ეს ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ადამიანი მარადისობას ატარებს და დროის მიღმიერობასაც შეიცავს თავის თავში. მაგრამ თავად დროს აქვს ერთი თვისება. ეს ფიზიკაში ცნობილია ენტროპიის კანონად. რა არის ენტროპიის კანონი? თავისთავად ყველაფერი მიდის განადგურებისაკენ, გაციებისაკენ, დაშლისაკენ. ფილმიც არის გადაღებული, მე ადრეც ვთქვი ერთ-ერთ შეხვედრაზე, ინტერნეტში არის ეს ფილმი, აი თქვა სამყაროში, თქვა რომელიმე ქალაქს აიღებენ რაღაცას, მე გაკეთებული ეს კომპიუტერული გრაფიკით, აი თქვა ადამიანები თუ არ ცხოვრობენ 50 წელი, 100 წელი, თქვა 300 წელი, 500 წელი, 1000 წელი, რა ემართება იმ გარემოს? სახლებს, მანქანებს, თქვა კოშკებს, ციხესიმაგრეებს, როგორ მიდის ყველაფერი ნელა განადგურებისკენ. მაგრამ მთელი სამყარო ესეა, მზე საერთოდ ჩაქრება, როგორც გითხარით. და მე გარდა ამისა, ეს ყველაფერი, რომ აი დრო ყველაფერს პოვს, ადამიანი ბერდება, ხო, აი არსება პატარა ბავშვი, საოცარებაა, ხო, მუწიფულ ასაკშიც ლამაზია და მე როგორ ბერდება, ჭკნება, კბილები ძრება. ნანახი გაქვთ რაღაც ფილმია, აი სახელი დამავიწყდა. მერლინ სტრიპი თამაშობს და კიდე ერთი ამერიკელი მსახიობი ქალი თამაშობს, უკვდავების წამალსო დალებენ.
გახსოვთ? სასაშინელი ფილმია, მე რომ აი ანუ ეს არის რაღაც ბერდებიან, ხო, ბერდებიან, მაგრამ არ კვდებიან. სიცოცხლე მათში არის და ბოლოს რა საშინელება ძლივს დადიან, უკვე არ ემონტებენ საკუთარ თავს მუდამ, იმიტომ რომ მიცვალებულები არიან ისინი ფაქტიურად. მიცვალებული იშლებიან, იმიტომ რომ იქ მოკვდებიან, მე მგონი და მე იმ წამლის გამო გაცოცხლდებიან და მოკლედ, მაგრამ ამ ფილმში არის ძალიან კარგი რამ რა. ფაქტურად ყველა ადამიანს ესე ემართება. ყველა ადამიანი ნელ-ნელა ესე დაშლისაკენ მიდის. ხო გინახია ძალიან ღრმად მოხუცებული, აი გონია სიცოცხლე როგორ არის ამაში, დაშლილია, ნახე რომ მაინც დადის, მაინც მოძრაობს, ხო? ეს ყველაფერი გარდა ამისა. ანუ დრო თავის ესეთ მძიმე ხელს ადამიანს ამ ყველაზე ლამაზ არსებას სამყაროში თავის კვალს ესე იგი ამჩნევს. გარდა ამისა, დროში, აი დრო რითი არის შევსებული. აი ყოველდღიურობით მოწყენილობას რო ბადებს, ხო? დილას ადამიანი იღვიძებს, თვალებს გაახელს, წამოდგება, პირს დაიბანს, კბილებს გაიხეხავს, ჩაიცმევს, მერე იქუცებ თუ თავს საუზმობს, ჩქაჩქარა რო გარბის, მერე ნუ ყოველდღიურობაში რაღაცას ფუსფუსებს ჭიანჭველასავით. ანუ ადამიანმა რო ჩამოწეროს, ხშირად მithქოს, აი დღიური რო გააკეთოს, ყველა ის ფიზიოლოგიური რაღაც მომენტი შენი ცხოვრებისა, მერე ფსიქოლოგიური, აზრობრივი და ასე შემდეგ ყველაფერი რო ჩამოწერო. რისგან შედგება? მათ შორის სუნთქვა, მეტად რამდენს ჩაისუნთქავს დღეში ადამიანი და ამოისუნთქავს. ანუ ყველაფერი რო ჩამოწერო, რას აკეთებ ბიოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, მენტალურად, ფსიქოლოგიურად, რა მანძილებს გადიხარ და აი ეს ყველაფერი რო ჩამოწერო, ყოველდღურად რო წაიკითხო, შეიძლება გული გაგისკდეს უბრალოდ რა. რითი არის შენი ცხოვრება სავსე? რითი? რა უაზრობებით არის სავსე? მთელი შენი არსება თან როგორ ის ამა და გინდა რომ ეს იყოს, ესე მარადისობაში და არ დამთავრდეს და 2000 წელი იცოცხლო. და რო აღმოჩენ რომ რითი არის სავსე შენი ცხოვრება, ეს შეიძლება დაღდგუნოს კიდევ. ეს არის ჩემი ცხოვრება. მეტი არაფერი. ამდენი წელი ვიცხოვრე, სულ ეს იყო? გაუბერდი და ეხლა ამის მერე კიდე ეს იქნება თან ნაკლები ხარისხით. რა მეშველება? ერთადერთი და ხშირად მithქვავს, რაც აი ამ ყველაფერს, აი თითოეულმა თქვენთაგანმა რო გადახედოს თქვენ ცხოვრებას თავი, თვალი, აი ამ კუთხით ახალგაზრდებს ნაკლებად ეხება. უფრო ჩვენ ცოტა რო მოწიფულობის ასაკში და ან გადავწდით, იქითკენ რო წავედით. ძალიან მძიმეა ეს ახსაქმელად. მე ბევრჯერ ადამიანს უთქვავს, ეს ყველა ვიცხოვრე, აბა რა იყო ჩემი ცხოვრება. და ან სხვისი ცხოვრებაზე გითქვას, რა იყო ახლა ამ საწყალის ცხოვრება? აი ცხოვრე და მოგდა და აბა რა იყო მის ცხოვრება? არც არაფერი. არც არაფერი არის. ესე იგი, ერთადერთი რაც ალამაზებს აი ამ ჩვენ ყოველდღიურ საშინელებას, ეს არის ეხლა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, ეს ხმამაღალი სიტყვა ვიცი მე, მაგრამ ეს არის სიყვარული. სიყვარული ყველაფრის შეიძლება. სიყვარული ბუნების, სამშობლოს, იდეის, მოყვასის, ადამიანის, შვილის. გესმით, თუ რაიმე და მით უმეტეს ღირებული, ეხლა თუ მაგალითად გართობა და ნარკოტიკი გიყვარს და მემთრალეობა, ეგ სხვა, მე ცოდვას არ გულისხმობ. განსაკუთრებულად ადამიანის სიყვარულია მნიშვნელოვანი. ესე იგი, სიყვარული რომ არ იყოს, აი ამ ჩვენ ცხოვრებას არანაირი აზრი არ აქვს. იმ ფილმის საშინელებაც კიდე ეს არის, რომ აი რასებ გაუჭებიან, ხო, არაფერს, რა საშინელებაა ეს, საშინელება. რაც შეეხება სიყვარულს, ეს არის თემა, რომელსაც ალბათ რომ მიუძღვნათ ერთი შეხვედრა არ ეყოფა და ამიტომ რა თქმა უნდა მე ამით წერტილს დავსვამ. უბრალოდ მე მინდა რომ პირველ რიგში გითხრათ, რომ რა თქმა უნდა სიყვარული ეს სუბიექტური განცდაა. მე თუ არ განვიცდი, აბა რა არის, მაგრამ სიყვარული არ არის ჩემში არსებული სუბიექტური გრძნობა უბრალოდ. ის ჩემში წარმოშობილი სუბიექტური განცდა არის ნაყოფი. ხოლო ამ ნაყოფის ძირი ჩემს გარეთ არის. ის არის ღმერთი. სიყვარულის წყარო ღმერთია. რა თქმა უნდა ეს თეზისის სახით მოგატყობთ, მე არაფერს არ გიმტკიცებთ. მე უბრალოდ გეუბნებით ქრისტიანულ სწავლებას. ამიტომ ადამიანი რომელიც ამბობს რომ მე ისეთი სიყვარული შემიძლია, ეს დაახლოებით იგივეა რომ მე ისეთი თავდაბალი ვარ. ზუსტად იგივეა, იმიტომ რომ თავდაბლობაცა, სიმდაბლეცა და სიყვარულიც ღვთაებრივი თვისება. ანუ ადამიანი რომელიც ამბობს რომ მე ისე მიყვარს, ისეთი სიყვარულში, იგივეა რაც თქვას, როგორც გითხარით, მე ისეთი თავდაბალი ვარ. ხო, აბსურდია რა თქმა უნდა, აქედან გამოდით რატომ? იმიტომ რომ სიმდაბლის
და სიყვარულის წყარო ღმერთია, ამიტომ ორივე სიმდაბლეცა და სიყვარულიც არის საიდუმლოებანი, მაგრამ მათ გარეშე ადამიანი ვერ არის ადამიანი და რა თქმა უნდა ადამიანი ვერ არის ბედნიერი. სხვათა შორის სიყვარული ეს არის კიდევ ვიმეორებ სამოთხ ღმერთი წყაროა, ანუ თავად ცოცხალი არსება, თავად ღმერთი არის სიყვარული. ესე გვასწავლის წმინდა წერილი და მე ესეთი შედარება მოვიყვანე ერთ შეხვედრაზე, რომ სიყვარული ეს არის უნარი ღმერთისა და რა თქმა უნდა და ასევე ადამიანისა თუ ღვთაებრივ სიყვარულს თავის თავში ატარებს, რომ და ესეთი სიმბოლური შედარება, რომ მუხლუხო რა საზღრობაა, ხო? მუხლუხოში რომ პეპელას დაინახა. ანუ ნებისმიერ ადამიანში რომ ღვთის ხატს დაინახა, ეს ადვილი არ არის, ძალიან რთული. ნებისმიერ ადამიანში რომ ქრისტეს ხატი დაინახა, როგორც არ უნდა იქცეოდეს. რა მდგომარეობაში არ უნდა იყოს. რა სარწმუნოების და რა სარწმუნოების აღსარებელიც არ უნდა იყოს. რა ზნეობაც არ უნდა გქონდეს. რა საშნელი დანაშაულებებიც არ უნდა გქონდეს ჩადენილი ყველა შემთხვევაში. რა ეროვნების წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და ასე შემდეგ. ყველა ადამიანში რომ შეიძლება დაინახო ქრისტეს ხატი. ეს და რას თავარია უფალს აქვს საოცარი ცნება მოცემული, ეხლა მე ამ ცნებას არ გავშიფრავ, ამ წუთში ყოველ შემთხვევაში სიტყვა მოიტანა, სიყვარულის ფორმულა, გიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი, ეს რას ნიშნავს, რომ შენ შეგეძლოს, რომ ნებისმიერი ადამიანის ადგილა, ანუ გაცვალო ადგილი მასთან. გაცვალო. ანუ რაც შენი თავისთვის არ გინდა სხვას ნუ გაუკეთებ და ის როგორც ისე გიყვარდეს როგორც საკუთარი თავი, ანუ სულ ერთი იყოს, აი მაგალითად ჩვენ ესე იგი ან მე ან შენ ჯილდო უნდა მივიღოთ. ხო და სულ ერთი როა შენთვის მე მივიღებ თუ შენ და მეცაც გეტყვით ის რომ მიიღებს უფრო რომ გამიხარდება. ეხლა ესე მაგალითად მოვიყვანეს. ყოველ შემთხვევაში ეს ამგვარი სიყვარული არის ძალიან რთული. დედას თუ შვილი ეყვარება, ესე კიდე კარგია. ხშირად დედებსაც ესე შვილები არ უყვართ. იმიტომ რომ ინსტინქტური სიყვარული, ცხოველური სიყვარული საკუთარი თავისადმი ძლევს ქრისტიანულ სიყვარულს. ამიტომ უფალი მოგზალებით გვეუბნება, რომ რაც საკუთარი თავისთვის არ გინდა, სხვას ნუ გაუკეთებო. მოგზალებით გვეუბნება. თუმცა აი ამ ცნებაში, ხო? ამ ცნებაშიც საკუთარ თავს გვისახელებს, რომ გიყვარდეს მოყვასი როგორც საკუთარი თავი. ანუ უფალმა იცის, რომ საკუთარი თავისადმი სიყვარული როგორი აქვს ადამიანს და ამიტომ სხვა რო დააყენო შენ ადგილას ძალიან რთულია. ეს მაინც გააკეთე. და ასევე კიდე ერთი მეოთხე საწამლავი ბოროტება. როგორც ამოუხსნელი ფენომენი. ბოროტება რო არსებობს ეს ერთია, მაგრამ აი ამოუხსნელი ფენომენი. მაგალითად, როცა უსამართლობაზე იმობს, როცა ბავშვები ავადმყოფობენ, როცა ბავშვები კვდებიან, როცა სუსტი იჩაგრება, ხო ვიცით ეს? უსამართლობა გამეფებული ყველგან და ყველაფერში აბსოლუტურად. ძალიან ხშირად ესე გვეუბნებიან ხოლმე ჩვენ, რომ აბა კაცო, თქვენ თუ სად არის თქვენი ღმერთი და რა ღმერთი, როცა ესე იგი ეს აქტებულად იციან ხოლმე საუბარი, რომ ესე იგი ბოროტება არსებობს და კითხვა პასუხი, აბა გითხარით, აბა გაგვეცით პასუხი და მე მაგ ხოლმე ესეთი ჩვევა, რომ წავს ჯვარს დავანახებ ხოლმე. შენ ასწავლი ქრისტიანობას, რომ ბოროტება არსებობს, რომ ის ძალიან ძლიერია ზოგ შემთხვევაში, რომ ის უსამართლობას იწვევს, შენ ასწავლი ქრისტიანობას, ნახეთ, რას ვატარებთ გულზე ქრისტიანები. ბოროტების ზეობა. თუმცა ამას მოყვა ღმერთის ყოვლის შემძლეობა და სიყვარულის ზეობა, რომელმაც ეს ბოროტების ზეობა გადააქცია ბოროტებაზე გამარჯვებად. ეს სხვა თემაა, ეხლა ამას უბრალოდ დროის გამო ვერ შევეხებ. ანუ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ეს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამის დანახვას, ანუ ჯურის დანახვას, ბიოლოგიური თვალით დანახვას კი არა, ნამდვილ დანახვას, განსაკუთრებული მდგომარეობა ჭირდება. თუ მე სულიერ თვალით არ დავინახე ჯვარი ვერ მივხვდები, იმიტომ რომ ჯვარით საიდუმლოებაა. ოღონდ ის საიდუმლოება კი არა, რომ ღმერთი რაღაცას მიმალავს, არამედ წეგანაც გითხარით, ისეთი ნათელია, რომ თვალს მჭრის. ეს არის სიყვარულის აპოგეა. როცა შენთვის თავს წირავენ. ჯვრის დაუნახაობა იცით რას ნიშნავს? რომ ესე იგი შენ ტყვიას გესვრიან და მეგობარი გადაგეფარება და ეს ტყვია მას მოხვდება და მოკვდება.
და მე რო დაგანახებე რომ აი ეს ტყვია, იმ ტყვიას ამოვაცლით შენ მეგობარს და მოგიტან შენ და გეუბნები რომ აი ეს დაუგზალეთ შენი მეგობარი რომელიც გადაგეფარა და აი ეს ტყვია შეინახე როგორც სიმბოლო სიყვარულისა და რა სიყვარულის სიმბოლოა ეს ტყვია კაცო და გადააგდო რა კაცი ხარ მაშინ შენ ხო ზუსტად იგივეს ვაკეთებ ჩვენ ადამიანები როცა ვამბობთ რომ რა სიყვარულის და რა ბოროტებაზე გამარჯვების მეგობარი გადაგეფარა განაიმაზე დიდი სიყვარული არსებობს რომ მეგობარისთვის თავს გაწირავს ეს ქრისტეს სიტყვებია არ არსებობს აი გესმით როგორ არის ჩვენ ხო ეს ყოველდღიურობაში ჭამს ვავს უმთქალტყვილებს ვიხეხავთ რა უცებ ხდება ესეთი რაღაც კაცს კლავენ გადაეფარა და ეს მოკვდა მის მაგივრად მე გეუბნებით რომ ან ერთის და ან მეორეს ცხოვრებაში ან ერთის ვისაც გადაეფარენ ან მეორის ვინც გადაეფარა ცხოვრება მხოლოდ აი ამ წამისთვის ღირდა რომ ერთმა თავი გაწირა და მეორემ ამხელა სიყვარული დაინახა და ამხელა თავგანწირის ფასად ეჩუქა სიცოცხლე მთელი ცხოვრება აი ამ წამისთვის ღირდა ეს პირდაპირ ზეცაში რომ მიდის როგორც თავგანწირვის და სიყვარულის მასწავლებელი და ეს კიდე საოცარ გაკვეთილს იღებს სწორედ სიყვარულის ამისთვის ღირდა და ამ დროს გეუბნება რომ იცი რა ეგ და ეს არის გამარჯვება დიახაც ამ სოფლიურ ამაოებაზე გამარჯვება ბოროტებაზე გამარჯვება ეს იმიტომ რომ სიკვდილი რა სიკვდილით მაინც მოკვდებოდა ეს და ეს გარკვეული დროის მერე აუცილებლად მოკვდებოდა მაგრამ ნახეთ რა მოხდა აი რა ისწავლეს რა სიმაღლეს მიაღწიეს რა სიდიადეს მიაღწიეს ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ესე ამბობს ჯერ ომი ხო საშინელებაა და ომზე ცუდად საუბრობს და მე იქვე ამბობს რომ მეორესრივო ომზე დიდი საოცრება შეიძლება რამე იყოსო სად შეიძლება მოხდეს წარამთან წარამარა ესე რომ ესე იგი გადაეფარო მეგობარს იქ გაიქცა შენი მეგობარი დაიჭრა მირბიხარ დაიჭრა და არ მიატოვე მიხვედი წამოიკიდე და აგზელებ გზას და ამ დროს შენ ხვდება და შეიძლება შენ კვდები მაგრამ აი ესეთი თავგანწირვით ნაღმით ჩამოვარდა და გადაეფარე სანამ აზზე მოვიდო და ხალხი სანამ გაიქცეო და შენ გადაეფარე გადაარჩინე რამდენი რამე მომხდარა ხო ჩვენს უახლოეს წარსულშიც გესმით აი ესეთი წამები რომ არა რომელიც აი ამ ამაოების კონტექსტიდან ამოგლეჯავს ხოლმე ჩვენ ცხოვრებას ამიტომ ბოროტება როგორც ასეთი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა არის მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით ქრისტიანობა ბოროტება რითი შეიძლება დავამარცხოთ თავგანწირვით საერთოდ თუ ვისაუბრებთ კიდე ცოდვაზე ეს რაც ეხება თქვათ იმ რაც ხდება უბედურებას რაც ეხება პირად ცოდვას ხო ცოდვის ჩადენის უნარიც საოცრება აი ადამიანს რო ეტყვი შეცოდვილო ეს იცით რამხელა რაღაცას ეუბნები ღირსებაზე მიანიშნებ ესე იგი შენ შეგიძლია თავად ღმერთს ეურჩო ისეთი თავისუფლება გაქვს ცოდვა ეგ არის რომ ეურჩები ყოვლის შემძლე არსებას ეურჩები ამის უნარი გაქვს ეს ნიშნავს რომ შენ თავისუფალი ხარ ანუ მე რო გეუბნები შენ ხარ ცოდვილი ეს ნიშნავს რომ მე გეუბნები შენ ხარ თავისუფალი ოღონდ ცოტა ამ თავისუფლებას ვერ იყენებ კარგად თავისუფლება არის უმთავრესი ღირსება ადამიანის მისი პიროვნება ერთ-ერთი რაშიც ვლინდება სიყვარულთან ერთად ეს არის და შემოქმედებისთან ერთად ეს არის თავისუფლება სხვათაშორის კიდევ ერთი რამე ამასთან დაკავშირებით მოვიყვანო მაგალითად ხო არ დაგვიგვიანდა როდის ვამთავრებთ ხალხო მითხარით როდის დავამთავრო რამდენ ხანში დავამთავრო აი მოიფიქრეთ მაშინ და მითხარით ამის მერე როცა ბოროტება კიდევ ვლინდება ადამიანებთან ურთიერთობებში და ერთ-ერთი მოაზროვნე ესე განმარტავს ძალიან ლამაზად აი გემების მაგალითი მოყავს ანუ ადამიანებთან ურთიერთობის ეთიკური ნორმები და ამ შემდეგ და გემების მაგალითი მოყავთ ესე იგი სოციალური ეთიკას როგორ განმარტავს რომ გემები როცა ცურავენ თქვათ რაღაც შეზღუდულ სივრცეში რომ ერთმანეთს არ დაეჯახო გემს ხო ჭირდება აი თქვათ რამდენი 5 გემია ხო პირველი რაც უნდა გააკეთონ ერთმანეთს არ დაეჯახონ ეს არის სიმბოლო სოციალური ეთიკის ანუ ერთმანეთი არ შევავიწროოთ ერთმანეთს ფეხი-ფეხზე არ დავაბიჯოთ და ცხვირში ხელი არ ამოვარტყათ ხო ესეა მეორე გემს ასევე გარდა იმისა რომ ერთმანეთს არ დაეჯახონ ამის გარდა ევალება რომ არ ჩაიძიროს მიაქციოს ყურადღება ხო ეს არის ინდივიდუალური ეთიკა რომელიც ნაკლებად ახსოვთო ეს მოაზროვნე ამბობს
მე არ დაგეჯახები შენ რომ კაი კაცის სახელი მქონდეს და ნუ მე მაწყობს კიდევ შენც არ დამეჯახებით ეხლა მე როგორ ჩავიძირები ეს ჩემი საქმეა აქ რა თქმა უნდა ზნეობრივი მდგომარეობა ეთიკას იმიტომ ვამბობთ ხო ანუ ზნეობრივი ნორმები ფოთაშორის ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ადამიანი ქრისტიანობა მას გვასწავლის შეიძლება იყოს საზოგადოებაში წმინდანივით აუ იყვიან აუ რა კაცია და აუ ნახე როგორია და დიდებული ადამიანი და შიგნით შეიძლება იყოს სუფთა დემონი შინაგანი სულისკვეთებით, შინაგანი მძაკრობებით, მოძრაობებით, გულისთქმებით, სურვილებით, საშინელი ჯოჯოხეთი ქონდეს. მაგრამ გარეთ ეს არ ვლინდება. პირიქით, ეს ფარისეულობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ანუ ეს არის გემს ევალება, რომ არ ჩაიძიროს. ეს არის შინაგანი ეთიკა. და მესამე, გემმა ისიც ხომ უნდა იცოდეს, საით მიცურავს. ეს კიდე ნაკლებად საერთოდ ნაკლებად ახსოვთ. ანუ ეს არის უკვე ქრისტიანული ეთიკა შეიძლება. არა მარტო ერთმანეთს არ დავეჯახოთ, არა მარტო არ ჩავიდე, არამედ საით წავიდეთ ახლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მეხუთე რომელიც ასევე წამლავს ჩვენს ცნობიერებას იმ პირველ 4-თან და პირველი 4 იყო ეს ჩამოგითვლით მოწყენილობა და ეს ერთფეროვნება, სიკვდილი, დრო, ბოროტება არა თავისთავად, არამედ როგორც ამოუხსნელი ფენომენი და მეხუთე ასევე მეხუთე ღმერთი როგორც მიუწვდომელი რეალობა. ღმერთი კი არ არის ბოროტება ღმერთთან დაგვიფოროს, არამედ რომელიც მიუწვდომელი რეალობაა ჩემთვის და მეს მაწუხებს. მე ვარ მორწმუნე, მაგრამ აი კი ვარ მორწმუნე, მაგრამ რაღაცა ვერ მაქვს კავშირი ღმერთთან. მარტო მიტოვებულობის განცდამა, არ მეხმარება, არ შემეწევა აი ეს განცდამა. ვერ გძნობ მის ძალას, ვიტანჯები. ბატონო? საწყალიაში მე ყველაფერს მაგას ვაბრალებთ. იცი რა არის? ეხლა მე აქ ნაკლებად შევეხე ეშმაკს, იმიტომ რომ მე აქ მინდა ჩვენი ბრალეულობაზე ვისაუბრო და ქრისტეზე თორე. ეშმაკი თავის დავალებას ხუთიანზე ასრულებს. იმან იცის რომ უნდა გებრძოლოს და ბოლომდე აკეთებს თავის საქმეს. მაგრამ ჩვენ საკეთებელს თუ გავაკეთებთ, ეშმაკი ვერ მოგვერება. ეხლა რაც შეეხება ღმერთი როგორც მიუწვდომელი რეალობა, მას თავისი ვერ ხედავენ, სამყაროში ვერ ხედავენ ღმერთს. ამას თავისი ეგრევე ერთგვარი მიზეზებით, განშტოებებით გააჩნია. ჩვენ ყველას გაგვიგია სიტყვა ათეიზმი, ვინც მით უმეტეს ათეიზმის ეპოქიდან მოვდივართ, ყველას განგვიწია საშნელი წნეხი მორალური და სულიერი, რომელიც მაშინდელი პროპაგანდის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან, ასევე განათლების სისტემებიდან იღვრებოდა და ასე შემდეგ, ყველას გამოგვიწია ეს. ოღონდ ათეისტთან დაკავშირებით ერთი რამე მინდა გითხრათ, ამას მე ხშირად ვიმეორებ ხოლმე, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვართ როგორი ათეისტები, იცი რომ ათეისტები ვართ, ან ვიყავით და ზოგი ახლაც არის. მაგრამ მეორე მხრივ არ გვინდა ვიტვირთოთ ათეიზმის მთელი სიმძიმე. და აი პოლ სარტრი ამბობდა ესეთ რამეს, რომ მას არ წამდა ღმერთი, ურწმუნო იყო და ამბობდა ღმერთი არ არის. არ არის ღმერთი. მაგრამ და უკვე ვაშკაცურად აგრძელებდა. კეთილი ვინებოთ და მივიღოთ ყველა ის შედეგი, რაც აქედან გამომდინარეა. და დოსტოევსკის რო აქ რომ თუ ღმერთი არ არის, ყველაფერი დასაშვებია. თუ ყველაფერი დასაშვებია, ცხოვრება გაუსაძლისი გახდება, იმიტომ რომ მარტო ჩემთვის ხომ არ არის დასაშვები. აგერ მეგობრისთვისაც დასაშვებია ყველაფერი. და დამთავრდა. მარტო ჩემთვის იყოს დასაშვები, კიდე რა მეჭირს? იმისთვისაც დასაშვებია და რა ვქნა ახლა მე. ხო? ანუ, როდესაც მე პრეტენზია მაქვს, რომ არა კაცო ღმერთი არ არის, კეთილი ინებე მაშინ. და იყავი გულწრფელი ბოლომდე. და ესე არ ხდება. ამიტომ და მაგრამ მეორეს როგორც კი გულწრფელები გავხდებით, ვიღებთ რასაც ვიღებთ. გახსოვთ იგივე 70-იანი წლების პირველი პერიოდი. მე ესე აღარ იყო რა თქმა უნდა, მაგრამ პირველი პერიოდი, როცა ესე გასაბჭოება იწყებოდა, ეს არის საშნელი წლები, 20-იანი წლების დასაწყისში, როცა ადამიანი არაფერი არ იყო აბსოლუტურად. არაფერი. როგორც მე მაქვს ინფორმაცია დაახლოებით 250,000 ადამიანი და ეს ყველა საზოგადოების ყველაზე საუკეთესო ნაწილი დაიხრიტა რეპრესიების პერიოდში საქართველოში. ხდებოდა ვიცით ხო
საშნელი ძირთად ხდებოდა ესე დააჩოქებდნენ და კეფაზე მაუზერი 250,000 ქართველი საუკეთესო წარმომადგენელი ქართველი ერის არაფერი არ იყო ადამიანი ეს არის ათეიზმის აი ეს გამოვლენა ზუსტად რა არ არის შესაბამისად ვიმოქმედოთ ძალიან საშიშია ეს დღეს ეს სული ცოცხალია მე ხლა არ გავშიფრავ დღეს მაუზერებით არავის არ ადგენენ თუმცა ისაც აკეთებენ მაუზერზე ხშირად უარესია იმიტომ რომ მაუზერით რომ დამაყენებ და მე არ უღალატებ ჩემს იდეას მე გმირად მივდივარ და თუ ჩემი სულის ეშმაკიც ხო გაეშმაკდა და დახვეწილი ხერხები აქვს და იმ დახვეწილი ხერხებით უკვე ჩემს უბრალოდ ფიზიკურ მოკვდინებას კი აღარ ცდილობს არამედ სულის გაპარტახებას ცდილობს და ამას ზოგ შემთხვევაში ძალიან კარგად აღწევენ კიდევ ერთი მიმართულება აი ამ იმის და ის მიმდინარეობები რის გამო ჩვენ ღმერთს კარგავთ და ვერ პოულობთ ეს არის ჰუმანიზმი ჰუმანიზმი არა ამ სიტყვის კარგი გაგებით როდესაც ჩემთვის ადამიანი არის ძვირფასი არ არსებობს მოძღვრება სოფხდელობა რომელმაც ადამიანი ისე მაღლა აიყვანა როგორც ქრისტიანობა მე იმიტომ რომ ქრისტიანობამ ადამიანი აიყვანა ყოვლადწმინდა სამების წიაღში ანუ თავად ღმერთი მოდის და იღებს ადამიანურ ბუნებას ადამიანი ქრისტიანობამ მათ შორის უпростоრად მანდილოსანი ქალი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახით დააყენა ყველა გონიერ არსებაზე მაღლა ქრისტიანობა საოცარ სიმაღლეზე აყავს ადამიანს აქედან გამომდინარე ჰუმანიზმის კარგი გაგებით ნამდვილი გაგებით ჰუმანიზმი სწორედ ქრისტიანობაა ნამდვილი ჰუმანიზმი მაგრამ არსებობს ჰუმანიზმის ცუდი გაგება როდესაც სამყაროს ცენტრი არის არა ღმერთი არამედ ადამიანი ანუ ადამიანს მოუსწეს საშუალება იყოს ღვთაებრივ წიაღში ანუ სიცოცხლის წყაროსთან ღმერთი საერთოდ გააუქმეს და ადამიანი დასვეს და რა არის შვილო ადამიანი ღმერთის და მარადისობის გარეშე რა ძვლებისა და ხორცის გროვი და საცოდავი დარჩენილი იდეები რომელიც შეიძლება გარკვეულად ყვებავდეს გარკვეულ თაობებს მაგრამ მე მზესთან ერთად ყველაფერი ჩაქვრება ადამიანი ღმერთის გარეშე არაფერი არა ტვერია ამაოება ხოლო ღმერთთან ერთად ქრისტიანობას გულისხმობ არის საოცრება იმიტომ რომ ქრისტიანობა პიტაბრი გეუბნება ღმერთი ადამიანი იმიტომ გახდა რომ შენ ადამიანო გახდე ღმერთი ანუ იმ ცხოვრებით იცხოვრო რა ცხოვრებითაც ღმერთი ცხოვრობს ეს საოცარი სიმაღლე გარდა ამისა როცა ჩვენ აი ჰუმანიზმზე ვსაუბრობთ და იქ ლიბერალური იდეები შემოდის ჰუმანური ანუ ლიბერალიზმი ანუ იგივე თავისუფლება ჰუმანიზმი ანუ ადამიანისადმი სიყვარული ქრისტიანობის გარეშე ყველაფერი მახინჯდება და ჩვენ ხშირად იმიტომ რომ თავისუფლებასთან რაც შეეხება მე თავისუფლებაზე გეტყვით ხშირად მე ესე პასუხობ ხოლმე რომ ადამიანი თუ არ ისწრაფის თავისუფლებისკენ ის ვერასოდეს გახდება ქრისტიანი და ადამიანის თავისუფლების ხარისხი უნდა იყოს ისეთი რომ დედამიწაზეც ვერ ეტეოდეს ის რომ კარგი ქრისტიანი გახდეს ანუ შენ რომ გახდე კარგი ქრისტიანი შენი თავისუფლების ხარისხი უნდა იყოს ისეთი რომ დედამიწაზეც ვერ ეტეოდეს ისეთი დიდი უნდა იყოს შინაგანი პოტენციური თამდე მეუბნებია რომ თავისუფლება ქრისტიანობის გარეშე რა ნიშნავს პრაქტიკა ცოდვის მონები ხართ ანუ ჩემ კუჭს რა უნდა ჩემს გულის ბინძურ მიდრეკილებებს რა უნდა ჩემს ქვენაგრძნობებს რა უნდა თურმე ამის განხორციელება ყოფილა თავისუფლება რა არის თავისუფლება ეს არის ამ ყველაფრის მონობა თურმე პიროვნება ჩემ კუჭზე ჩემს ბინძურ ზრახვებზე ჩემს ეგოისტურ ანგარებიან მიდრეკილებებზე და ქვენაგრძნობებზე დავიყვანები პიროვნულად ну თუ ეს ყველაფერი მე არ მეკუთვნის პიროვნულად რაც შეეხება ჩვენს მიმართ აქვთ ხოლმე გარკვეული პრეტენზიული შეკითხვები ამასთან დაკავშირებით და ხშირად გვეკითხებიან აი თქვა და ზნეობრივი შეკითხვები ქრისტიანებთან რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს ცუდ ადამიანთან და გვაკრიტიკებენ რომ ხოლმე რომ ჩვენ ადამიანებისადმი უსიყვარულო დამოკიდებულება გვაქვს ჰომოფობიური დამოკიდებულებებში გვაკრიტიკებენ ძალიან წარეცდებიან იმიტომ რომ ქრისტიანობა როგორ შეიძლება იყოს როგორ შეიძლება ადამიანისადმი ქრისტიანობას ასეთ დამოკიდებულება ქონდეს მოძღვრებითად როცა ქრისტიანობამ ადამიანი სად აიყვანა ხო გაჩვენეთ ქრისტე მოვიდა ადამიანად მან ჩვენი უძლურებანი იტვირთა როგორ შეიძლება ამის შემდეგ ქრისტიანობაზე ესე ისაუბრო რომ ესე იგი ჩვენ ადამიანს ვამცირებთ
და არაზნეობრივი დამოკიდებულება გვაქვს ადამიანთან. და წმინდა წერილში უამრავი მაგალითია. სადაც აი ამგვარი შეკითხვების გაბათილება ხდება. მაგალითად, ცოდვილი დედაკაცის მიყვანა მაცხოვართან. მიყავ ჯულით, კანონით ეკუთვნის სასჯელი. და ქრისტე გაამართლებს. და ეს ხორთი შემთხვევა არ არის წმინდა წერილში, რამდენიც გინდა. ის რასაც ქრისტე არ ამართლებს, ეს არის ამპარტავნება. ფარისევლური სული, რომელიც იკვებება ამპარტავნებით. ხოლო ადამიანის ცოდვებს მით უმეტეს თუ ნანობს, მე ხშირად ვთქვავს, არაფერია მონანულ ცოდვილზე ლამაზი სამყაროში არაფერია. მონანულ ცოდვილზე უფრო ლამაზი. არაფერია სამყაროში. არაფერი. ეს ქრისტიანობამ გვასწავლა. ეს ქრისტიანობის მონაპოვარია. ყველაზე ლამაზი არის ადამიანი მაშინ, როცა ცოდვილი ნანობს. და როგორ შეიძლება ჩვენ გქონდეს არაზნეობრივი დამოკიდებულება ადამიანთან, როცა ქრისტიანობა ჩვენ ესე გვასწავლებს. მე გარდა ამისა აი მაგალითად ხშირად არ მოსწონთ ხოლმე ჩვენი ეჭობენ ჩვენს ფანატიკურ დამოკიდებულებას, თქვათ აი თქვათ სახელმწიფოსთან, სახელმწიფო მოწყობასთან, თანამედროვე ცხოვრებასთან. თითქოს ჩვენ მუხრუჭი და ის ბნელი ძალა, რომელიც არ აძლევს განვითარებას სახელმწიფოს, მაგალითად, ხშირად ტელევიზიაში ამახსენათ იყო ნათქვამი, ერთი წლის იქით დაახლოებით, რომ მართლმადიდებლობა საშიშია ქართული სახელმწიფოსათვის, ამაზრზენი ტყუილი, რომ განმარტება კი არ იყო, ესე წამოისროლა ფრაზა, რომ ვიღაცების გულში ჩაითესოს და მერე ვიღაცები ბინძური თესლით გამოყვებოს. ჩვენ ვიცით, რომ ესე იგივე წმინდა წერილში გახსოვთ მაგალითი, როდესაც ქრისტეს ეუბნებიან კეისარს გადაუხადოთ თუ არ გადაუხადოთ გადასახადი. მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა. გაყოფს. ჩვენ ქრისტიანობა გვასწავლის, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ვიცოდეთ რა ეკუთვნის სახელმწიფოს და რა ეკუთვნის ღმერთს, ისე რომ ცოდვაში არ ვიყოთ. და სახელმწიფო განვითარებას ხელი არ შეუშალოთ, იმიტომ რომ საზოგადოების განვითარებისათვის თქვა საჭიროა. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით დამოკიდებულება წმინდა წერილისა სამხედრო მოსამსახურეებისადმი, ჩინოვნიკებისადმი, პირდაპირ ვიცით ეს დამოკიდებულება. რომ ყველაფერია შესაძლებელი და ცოდვა არაფერში არ არის და შეუძლიათ იმსახურონ. ჩვენ ვიცით დამოკიდებულება გადასახადებისადმი, როგორც უფალი თვითონ იხდის გადასახადს და ასე შემდეგ. ანუ არ არის პრობლემა აქ არაფერში ამ შემთხვევაში. და გარდა ამისა დამოკიდებულება ადამიანისადმი იმ კუთხით, რომ აი ვინ უნდა გვიყვარდეს და აი წეგანას თქვი ჰომოფობიური დამოკიდებულებაში რო გადანაშაულებენ. ჩვენ ვიცით იგავი მოწყალი სამარიტელის შესახებ. ანუ იქ სადაც ჩანს, რომ თავარი არის არა ეროვნული ან რელიგიური კუთვნილება, როცა ადამიანთაგან, კონკრეტულ ადამიანთან როცა გაქვს, როცა ჩვენ საუბრობთ მოძღვრებითად, ჩვენ ვიცით, რომ ჭეშმარიტება არის მართლმადიდებლობა. აქ შეუვალნი ვართ. მაგრამ როცა საუბრობთ ადამიანთან, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. წესით, იდეაში ხა მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ესე ვიქცევით, სამწუხაროდ, მაგრამ იდეაში ქრისტიანობა ესე გვასწავლის, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს. ის არის რომელი ეროვნების წარმომადგენელია და რომელი რელიგიის. როცა შენ წინ კონკრეტული ადამიანი დგას, აი ადამიანი დგას. ერთი შია, წურია, ცივა, რაღაცას გეკითხება, ხელის გაწყვეტნა უნდა, დახმარება უნდა. ერთი კონკრეტული ადამიანი დგას. ის შენი ძმა არის იმ წამს. ესე გვასწავლეს ქრისტიანობა თავისი სწავლებით, ეგ მოწყალე სამარიტელის იგავი, იმიტომ მოგიყევი და ამისთანა მსგავსი ძალიან ბევრია წმინდა წერილში, სადაც ხედავთ, რომ თავარი ადამიანს როცა ეხება, იქ ყველაფერი მეორე ხარისხოვანი ხდება. და უპირველეს ადგილას დგება მისდამი სიყვარულის, ადამიანური სითბოსა და სიყვარულის გამოვლენა. ეს ვალდებულება გვაქვს პირდაპირ ქრისტესაგან და ყველა ადამიანი არის ჩვენი მოყვასი. და სხვათა შორის, როცა ესეთ კითხვებს სვამენ ხოლმე, მან ერთი რამე ავიწყდებათ, რომ და თან ეს კითხვები ამოუწურავია, უამრავ კითხვას სვამენ, მაგრამ მოსმენის შესაძლებლობას არ აძლევენ საკუთარ თავს. ღმერთს ახსოვთ მოსე ეკითხება, ვინ ხარ შენ? და ღმერთი ეუბნება, მე ვარ რომელიც ვარ, ანუ მარადული არსება, როცა მოსე მაყლოვანის წინ, როცა მაყლოვანს ცეცხლი უკიდია. ეუბნება ამ კითხვას უსვავს. ნახეთ რა საოცარი რაღაცა. მოსე ეკითხება, ღმერთი პასუხს აძლევს. და აი ამის შემდეგ, მთელი მოსეს ცხოვრება არის რა? ძირითადად, როგორ უსმენს ის ღმერთს.
თუ იცი რომ ღმერთი არის და არის ცოცხალი და პიროვნული არსება მე ვარ ანუ ვარ არის ყოფიერება ყოფიერება არის მე ანუ ყოფიერება არის პიროვნული ანუ სამყაროს საწყისი არის პიროვნული და ის არის ღმერთი ანუ ცოცხალი ამას როგორც კი გაიგებ რა თქმა უნდა ლოცვა ღმერთთან საუბარია მაგრამ ლოცვის თამდევი თუ არ არის მოსმენა მაშინ შენი ლოცვაც უნაყოფო იქნება და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა მარტო კითხვების დასმით მარტო მუდამ მონოლოგის რეჟიმში რო ვართ ჩართული ვერაფერს ვერ გავიგებ ესე ადამიანთან ურთიერთობაში ხო სწორია და საერთოდ ღმერთზე როცა არის საუბარი არ შეიძლება ღმერთზე ისაუბრო როგორც მესამე პირზე არაკორექტულია სულიერად მას როცა ჩვენ ღმერთის სახელს ვახსენებთ ყოველთვის ესე უნდა ან მას უნდა ვესაუბრებოდეთ ან ისე რომ ის ჩვენთან არის ამ საუბარს ესწრება ეს განწყობა ყოველთვის უნდა გქონდეს და კიდევ ერთი ნიუანსი ამასთან დაკავშირებით ღმერთთან დაკავშირებით ესე ამბობენ ხოლმე ძალიან ლამაზად თითქოს ძნელი გასაგები შეიძლება იყოს ღმერთი პასუხ დასმულ შეკითხვებზე კი არ იძლევა პასუხს ესე თქვა რაღაც კითხვა დაისვა ღმერთმა გასცა პასუხი არამედ თავად მე მაძლევს პასუხს ანუ ადამიანს ეხება უფალი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანს აძლევს პასუხს ანუ მეც ეს განწყობა უნდა მქონდეს ჩემთვის თავარი არის არა ის რა ვკითხო და რას მიპასუხებს არამედ თავად ღმერთია ჩემთვის მნიშვნელოვანი ეს დაახლოებით აი ადამიანთანაც ესეა ადამიანი რო გიყვარს აი პატარა ბავშვი თქვა ნებისმიერი ადამიანი რო გიყვარს რაღაცა თქვა რაღაცა ვთქვი ამას მნიშვნელობა არ აქვს ორი შეყვარებული ნახო ახალგაზრდები და რო დადიან ხო თქვა და დადიან მთელი დღე დადიან არც საჭმელი ახსოვთ არც სასმელი შეიძლება ციოდე შეიძლება ცხრილდეს მთელი დღე გარეთ დასეინობენ რო უსმინო ხო იფიქრებ რა სისულელებზე ლაპარაკა სისულელებზე შეიძლება ელაპარაკო მთელი დღე მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს იქ თავარი ის კი არ არის ვერბალურად რაბგერებს გამოსცემენ მათ ერთმანეთთან ყოფნა უხარიათ იმიტომ რომ უყვართ ანუ სიყვარული არის მთავარი ანუ პიროვნული ურთიერთობა არის მთავარი ესეა ზუსტად ღმერთთან მაგრამ ჩვენს უკითხები აბა ეს როგორ არის აბა ის როგორ არის კაცო კი როგორ არა შეიძლება გაგზავნილი კი არ არის მაგ არ არის მთავარი და რწმენასთან დაკავშირებით უნდა ითქვას რომ რწმენა რა თქმა უნდა ცოდნაც არის გამოცდილებაც არის როგორც გითხარით დუმილიც არის და ღმერთის მოსმენაც არის და ნდობაც არის ვენდობოდეთ უნდა უფალს აი ეს არის რაც ჩვენ გვაკლია და კიდევ ერთი რაღაცა მე მინდა გითხრათ რომ ეს და ამით დავასრულებ რომ რაც ეს რწმენას ეხება ესეთი კითხვა დასვა ერთ-ერთმა მოღვაწე მამამ რომ წარმოიდგინეთ რომ გაძლევთ გარკვეულ დროს აიღე ფურცელი პასტა საწერი და დაიწყე წერა რა გინდა რომ იცხოვრო მარადიულად მინდა რომ იცხოვროთ მარადიულად ადამიანი ამბობს ესე იგი არასოდ მარადიული სიცოცხლე ანუ რას ნიშნავს ეს კიდე სხვა თემა ეს არის უსასრულოდ გაწელილი დრო ეს არის მდგომარეობა როცა სულ ხარ და აი რა გინდა გქონდეს მარადიშობაში აიღე ფურცელი პასტა და ჩამოწერე რა ვიცი შეიძლება ერთი თაბახი გაავსო შეიძლება მთელი ესე იგი ზვინი დადგა ფურცლებისა და გეუბნები რომ ყველაფერი აგისრულდება მარადისობაში რომ იქნები ყველაფერი აგისრულდება რასაც აქ ჩამოწერ გარდა ერთისა ვერასოდეს ვერ ნახავ ღმერთს ეს მამა ამბობს რომ როგორც კი ასეთ კითხვას დაუსვავ იმასო იმის გული თუ ცოტა საღათ აზროვნებს შეეჭმუხნებაო სიმწრისაგან იმიტომ რომ ყველაფერი ღმერთი არა მაშინ არ მინდა მე ღმერთი მინდა იმიტომ რომ გესმით ყველაფერი ფერმკრთალდება თუ ღმერთი არ იქნა ჩვენთან ერთი ადამიანს ყველაფერი ბეზდება ეგ სხვა თემა მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ აი როცა მოდი არ აქ თქვა და არ აწამს ადამიანს ან ისე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს მაგრამ თეორიულად იფიქროს და თეორიულად დაუშვას სამყაროს პიროვნული ცოცხალი საწყისი ღმერთი რომელიც იწოდება სიყვარულად რომელიც შენთან ადამიანად მოვიდა ანუ ეს სიყვარული საქმეში გამოვლენებული რომელიც შენთვის ხელშესახები გახდა გეუბნება სადაც მე ვარ იქ წაგიყვან იქ მინდა იყო ანუ სისავსე ბედნიერებისა სიხარულისა ეს ერთხარეს და ყველაფერი რაც შენ გინდა ჩამოწერე ცადე მე მაგალითად არ მეგულება რომ რამე დაწერო ისეთი რომელიც მე გადაწონის ხო კაი ღმერთი არა უჭეს ეს ხომ ექნება არ არსებობს ესეთი რაღაც ეს არის საოცარი რამ და ადამიანს რომელსაც არ წამს და თეორიულად მაინც ასე ამგვარად დაალაგებს მიხვდება რა უაზრობაა
ურწმუნო ცხოვრება და რა ბედნიერია ვისაც წამს და შემდგომში კიდევ თუ მე გონიერებას გამოიჩენს და იწყებს ძიებას ნეტარა თუ წამს არა და შევხედე თითქოს ჭკვიანი კაცია ჩემზე ჭკვიანიც არის და მაინც წამს მოდი მე სხვა გავიხედო იქითკენ სადაც ის იყურება და ასე შემდეგ და დაიწყებს ძიებას და ვინც ეძებს ყოველთვის იპოვის ამინ